Qodagiyani. მოგესალმებით, ვაგრძელებთ დღევანდელ სტრიმებს, ბუნებრივია რომ რა თქმა უნდა დღევანდელი საუბარიც შეეხება 4 ოქტომბერს, იმ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი აღმოჩნდეს და მე ამის რწმენა მაქვს და დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები გყავს ბატონი გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი და ირაკლი ხვადაგიანი. დიდი მადლობა ბატონებო რომ ხართ აქ. სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მანამდე ეგრეთ წოდებულმა და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ რაღაცა შიშის დათვესვის მცდელობის მორიგი რაღაცა აქტი შემოგთავაზა და თქვა რომ წინა აქციებისგან განსხვავებით ყველა ვინც ამ აქციაზე მოვა და აყვება ძალადობრივ მოწოდებებს, უბრალოდ ეს ძალადობრივი მოწოდებები მათსად მოისმინეს არ ვიცი. აყვება ძალადობრივ მოწოდებებს, ბევრად უფრო მკაცრი სასჯელებით იქნებიან დასჯილი, ვიდრე წინა შემთხვევებში იყო. ეს არის მათი პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. რომ თითქოს ვიღაცა აპირებს ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას ჩვენი მხრიდან. ფაქტი და მოცემულობაა ის, რომ ეს იქნება კონსტიტუციური, კანონიერი და მშვიდობიანი აქცია და არავინ არ აპირებს ამისგან გადახვევას. და მოდი დავიწყოთ პირველ რიგში საუბარი იმით, რომ რატომ არის 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ყოფნა ასეთი მნიშვნელოვანი და თქვენი მოსაზრებებიც რომ გავაზიაროთ, რატომ არ უნდა მივიდნენ ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეები რუსული სპეცოპერაციის პუნქტებთან, რა არის ის ძირითადი მახე, რომლითაც ქართული ოცნება და პირადად ბიძინა ივანიშვილმა ეს თავის პირით თქვა, რომ ქუჩაში არ გახვიდეთო კაცო, აგერ არჩევნებზე მოდითო, ბედნიერი ცხოვრება იქნება საქართველოში. აი ეს დეტალურად რო ავხსნათ, რა ძირითადი საფრთხე არის ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული რამენაირად ჩვენ თანამოქალაქეების აი ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში ჩათრევით. გია დავიწყოთ შენგან. ჩემით პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და მაყურებელსაც მივესალმები. ამ ყობახიძის განცხადებაზე რომ თქვა, თო 1-2 სიტყვა, ანუ ახლა უფრო სასტიკად მოგექცევითო, ანუ კიდე რა არის უფრო სასტიკად მოგცევა, რა კიდე რა უნდა იყოს, ხო? ანუ ერთადერთი რაც არის დარჩენილი, რომ პირდაპირ მიდან არ ვიცი ტანკებიდან თუ ავტომატებიდან ესროლონ მონაწილეებს, რომ დანარჩენი 500-მდე ადამიანი არის ნაწამები, არაჰუმანური მოპყრობა გაცილებით მეტია, ეხლა ვინც დააკავეს და ვინც განაცხადა ერთია და ვინც ვთქვათ გადაურჩა დააკავებას, მაგრამ იყო ასევე სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი, ასეთი ადამიანი უამრავი, ანუ მათ 1000-ობით ადამიანი ცემეს, 1000-ობით ადამიანს მოეყვნენ არა ადამიანურად, ამის შესახებ მარტო ჩვენ არ ვამბობთ, ამის შესახებ მთელი თავისუფალი სამყარო საუბრობს, არ ვიცი რა დარჩა, ანუ ხა გვემუქრებიან რომ ისვრია, მე მგონია უფრო რომ ეს არის შიში ალაპარაკებს ყობახიძეს, ძალიან ეშინია ბევრი ადამიანის, არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, ყველგან სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება, ეს არის მათთვის რაღაცნაირი, ესე იგი საფრთხე, რომელსაც ასე ვთქვათ, აი სიკვდილივით რისიც ეშინიათ, ამიტომ მე მგონი რომ ყობახიძეს კი არ უნდა დაუჯეროთ, უნდა დაუჯეროთ საკუთარ თავს, უნდა დაუჯეროთ ჩვენს სინდის, უნდა დაუჯეროთ ჩვენს მას მორალს, უნდა გავიხსენოთ ჩვენი წინაპრები, უნდა გავიხსენოთ ჩვენი ისტორია და ყობახიძის კი არ უნდა მოვისმინოთ აი ეს წინ საკუთარი სინდისის წინ და წინაპრების ხმა უნდა მოვისმინოთ და ისე უნდა მოიქცეთ, როგორც ასე დროს მოიქცეოდა ყველა საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლისთვისაც ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქე, რომლისთვისაც ამ ქვეყნის აწმყოც, წარსულის და
მომავალიც არის ერთნაირად მნიშვნელოვანი, ისე როგორც მოიქცეოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ისტორიის მანძილზე ვყავს რაღაცნაირ ნიშანსვეტება და ჩვენი მორალური ნიშანსვეტები, ვინც არიან და ჩვენი მორალური ორიენტირები. ხო, ეხლა რაც შეეხება 4 ოქტომბერს, მე არ მივდივარ არჩევნებზე, ეს არის და мотивация პირველი არჩევნები, ყველა არჩევნებზე მივსულ ვარ, თუ საქართველოში არ ვიყავი, სადაც ვიყავი, თქვათ, იქ თუ შემეძლო ხმის მიცემა, იქ ვიხდიდი ჩემს, ასე ვთქვათ, მოქალაქეობრივ ვალს, ეს არის პირველი არჩევნები, ალბათ, ჩემს სიცოცხლეში, სადაც მე არ ვაპირებ. არჩევნებია საერთოდ ხომ? ნუ ეგრეთ წოდებული არჩევნები, ეხლა რატომ არ მივდივარ, აი მაშინ აქ არჩევნებია თუ არა, ეხლა მე რომ მე საბჭოთა კავშირში არ მომიწია არაზრუს ხმის მიცემა, მაგრამ აი რომ წარმოვიდგინო ჩემი თავით საბჭოთა კავშირში რომ მივსულიყავი არჩევნებზე, აი ის რა ქვია, კომუნისტური პარტიის და უპარტიოთა ურღვევი ბლოკი რომ იღებდა მონაწილეობას და აქედან ეს საბჭოთა კომუნისტური პარტიის წევრები და აქეთ კიდე ვიღაც რობერტ სტურუები და ვიღაცები იყრიდნენ კერტს, ხო? აი იმ არჩევნებში რომ მივსულიყავით. აი წარმოიდგინეთ, რომ იქ მიგვეღო მონაწილეობა და გვეთქვა, რომ არა, უნდა მივიდეთ რა ამ არჩევნებზე, იმიტომ რომ აი ამ არჩევნების საშუალებით ჩვენ იქნება შევცვალოთ კომუნისტური პარტიის მართლობა. ხო, ეხლა მე აქვე იმასაც გეტყვით, რომ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანს, რომელიც არ თვლიდა, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა არ შეიძლებოდა. მსჯელობა ყველა საკითხზე შეიძლება და პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები იმისთვის არიან, რომ იმსჯელონ, მაგრამ როდესაც არსებობს ძალიან დიდი რაოდენობა ამომრჩევლის, რომელიც გამოხატული არის კონკრეტული ბლოკები და თუ არ ვიცი წინა საარჩევნო თუ არჩევნებზე შესული კოალიციების სახით, რომლებმაც თქვეს უარი ამ არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ მე მიმაჩნია, რომ ყველას, ვისაც ალბათ უფრო მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა, არ ვიცი, ჰქონდეს, ამ არჩევნებში არ უნდა გასულიყო. ანუ ჩემი პოზიცია რა არის? ან ყველა ერთად, ან არავინ. აი ეს იყო ყოველთვის ჩემი პოზიცია. ანუ მე ყოველთვის ვიყავი ყველა საკითხში და ახლაც ასე მგონია, რომ იგებს მარტო ერთიანობა. როცა ავტორიტარიზმთან, თან ასეთი ტიპის ეს აღარ არის ავტორიტარიზმი. თითქმის ყველა ნიშანი არის ტოტალიტარული მართლობის. ეხლა როცა ტოტალიტარულ მართლობასთან შედიხარ ბრძოლაში, მე არ მგონია, რომ დაგსაქსულობა იყოს მომგებიანი. ამიტომ, როდესაც დადგა ის მოცემულობა, რომ დიდი ნაწილი პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ის საარჩევნო კოალიცია თუ როგორც ხდება დავარქვა თუ ბლოკი, რომლის წევრიც საიდანაც მეც ვიყრიდი კენჭს, თქვა უარი ამ არჩევნებს, მეც გონია, რომ მორალურად ჩემი პოზიცია არის, მე ძალიან მყარი ვარ ამ პოზიციაზე, გონია, რომ ძალიან კი ბატონო, ანუ არც ერთი წამით ამაში ეჭვი არ მეპარება. კიდევ მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიის მომხრე ყოველთვის ვიყავი და პირველად იქნება ჩემს სიცოცხლეში არჩევნები, როცა მე ამ არჩევნებზე არ მივალ, იმიტომ რომ კიდევ აი ხა ჩრდილოეთ კორეაში რომ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე, იგივე არგუმენტებით, რა არგუმენტებსაც ვისმენ ხოლმე იმ პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც აპირებენ, რომ ამ წარმოდგენაში მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ ჩემი პოზიცია ასეთია, მე არ მივდივარ არჩევნებზე, მაგრამ აუცილებლად ვიქნები რუსთაველის გამზირზე, სადაც თან საკმაოდ დიდი ხანია, რაღაც ბოლო პერიოდში ისე დაემთხვა, რომ ან საქართველოში არ ვიყავი, ან რაღაცა ისეთი თემები იყო, რის გამოც ვერ ვახერხებდი ისე ხშირად რუსთაველზე გასვლას, როგორ ხშირადაც მანამდე დავდიოდი და მე მგონია, რომ ხვალ ჩემი ადგილი და ყველა იმ ადამიანის ადგილი, ვისაც ამ ქვეყანაში ცხოვრება უნდა და ვისაც ამ ქვეყნის და პირველ რიგში საკუთარი
ბედი ამ ქვეყანაში აინტერესებს, მათი ადგილი ხვალ არის რუსთაველის გამზირზე, ან არ ვიცი, სადაც იქნება საპროტესტო თავყრილობა არ არის აუცილებელი, მხოლოდ რუსთაველის გამზირზე ვიყოთ, შესაძლებელია პროტესტი სხვაგანაც გამოიხატოს, ამასთან დაკავშირებითაც იცი რომ მე მგონი ყველა თქვენთაგანისთვის ჩემი მოსაზრებები სხვადასხვა დროს გამიზიარები, ამიტომ მე ხვალ ვიქნები იქ, სადაც იქნება საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნება და მჯერა რომ ხვალ ძალიან ბევრი მოქალაქე იქნება, სადაც იქნება ალბათ რუსთაველის გამზირი იქნება პროტესტის მთავარი ლოკაცია. ეგრეა ზაზა ზუსტად იგივე კითხვით სანამ გადმოვიდოდე რას დავამატებთ იცი ეს პოლიტიკური ორგანიზაციები რომლებიც ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში შევიდნენ მარტო საკუთარი პოლიტიკური კარიერით ან პოლიტიკური რეპუტაციით კი არ რისკავენ ნეტა ამაში იყო საქმე უბრალოდ საბედნიეროდ ეხლა ბოლო ვიზიტები რაც გქონდა ბრიუსელში, ვაშინგტონში, ბერლინში, ლონდონში, სტრასბურგში იქ საბედნიეროდ აი ამ სახალხო ოპოზიციურ პარტიებს და ამავე დროს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკმარისი მეტი აქვს ნამუშევარი რომ ამ არჩევნებს უცხოეთშიც so-called elections ეძახიან რა ეგრეთ წოდებული არჩევნები იმიტომ რომ ეს ერთი წელი რის გამოც ხალხი 400-ზე მეტ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ხო მიღებული აი ეს ბრძოლა რაშიც გამოიხატა და საერთაშორისო იზოლაცია რაშიც მოვაქციეთ ქართული ოცნება და იგუდება და ეს იგრძნობა ხო ახლა ივანიშვილი და კობახიძე ზუსტად ისე რომ იყვნენ როგორც 25 ოქტომბერს 4 ოქტომბერიც არის არსებობდა ამ მასშტაბით ეს ცალსახა გარედან გაიგუდნენ და ეხლა ქვეყნის შიგნით გვაქვს ჩვენი საქმე გასაკეთებელი რომ მათ შორის იქ გარედანაც მეტი დახმარება მიიღო ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ თამაში ისინი ქვეყნის ბედით თამაშობენ მე ესე უყურებ ვინც აი აბსოლუტურად უნამუსოდ არწმუნებს ადამიანებს რომ ხვალ ამ საარჩევნო პუნქტებზე მისვლას რაიმე აზრი აქვს და ცალსახად 2 თუ 3 ადამიანი არიან ქვეყანაში ვინც ამას მოუწოდებენ და ძალიან ცუდ კლუბში შევიდა ჩემი აზრით მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიასთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად რომ მოუწოდებს რომ ეს არის ამ ქვეყნის ხსნაური რაღაცა სწორს ვერ აკეთებს ჩემი აზრით ამას უნდა ხვდებოდნენ და აი ამაზე მინდა რომ ზაზამ 4 ოქტომბრის კონტექსტიც უფრო ფართოდ შევაფასოთ ხო მეც მადლობა მინდა გადაგიხადო მოწვევისთვის და გიასი არ იყოს მეც პირველად არ მივდივარ არჩევნებზე, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს ფიზიკურად და ამას მარტივი ახსნა აქვს, ვინაიდან არჩევნებზე რო წახვიდე, არჩევნები უნდა ტარდებოდეს და ეს არ არის არჩევნები, ძალიან კარგად თქვი რომ უცხოეთშიც კი გაჯდა ეს აზრი, რომ ეგრეთ წოდებული არჩევნებია ეს. შესაბამისად, ამაში მონაწილეობა იმთავითვე არის რაღაც დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა და ამ სპექტაკლს აქვს ძალიან კონკრეტული მიზნები. მე ვთვლი რომ იმაზე უარესადაც არის საქმე ვიდრე შენ ახსენე როდესაც საბჭოთა კავშირის პირობებში ქონდა ხოლმე ჩვენ არჩევანი ერთი არჩევანი ქონდა ხო ეს ხო კომუნისტებისა და უპარტიოთა ურღვევი ბლოკი და ეს ბლოკი იღებდა 99.9%-ს არჩევნებში 100 იმიტომ არა რომ ღორები ხო არ არის ამ ანეკდოტის არ იყოს უშვებდნენ რომ აი სადღაც ვიღაცა ფიზიკურად ვერ მივიდა არადა ყველა მიცოდა რომ არავინ არ მიდიოდა არჩევნებზე და ეს ხო თავიდან ბოლომდე ფარსი უარესი იმიტომ არის რომ ვიდრე ეგ რეალობა იყო არც არავინ მიდიოდა და ხელისუფლებასაც ძალიან არ აინტერესებდა ვინმე მოვიდოდა თუ არა. მოლოდინი არ არსებობდა. მოლოდინის არანაირი არ არსებობდა, არავინ არ ამტკიცებდა რომ ეს დემოკრატია საბჭოთა კავშირი და ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო არის. ამ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმის გადარჩენა დგას მის იმიჯზე. ხო, აი ხა კობახიძემ რაღაცნაირად გაჭრა კანალი, ასე ვთქვა, ჩავიდა ხო იმაში რა ქვია დანიაში და არა ეგრე არა ნუ იმას ვიძახი რომ ნუ ფიზიკურად ჩავიდა იმიტომ რომ ეგეთზეც აღარ უშვებენ ხო და აქაც ჩავიდა და ვნახეთ როგორ ვითარებაში იჯდა ანუ პრაქტიკულად არ თუ არ ესალმებოდნენ ზურგ შექცევით და მაინტერესებს ისე მაკრონს რაუთ ხო და ნუ სხვადასხვა ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა მისი ვარაუდი მოგვახსენა ნახავთ ხო ლეგენდარული კი ბატონო ხო ეხა შესაბამისად ეს არის იმთავითვე ფარსი და მე გავიხსენებ აი ამ 9 ნომერი კოალიციის ერთ-ერთი, რა ვიცი, ფორმალურად ლიდერი ქვია. იმან რო თქვა, რომ ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ვერ მოვიგებთო, მაგრამ უნდა ავადუღოთო, მაგრათო ტემპერატურაო, ხო და ნუ ახლა რუსთავზე დუღდება ეგ. ხო, რა თქმა უნდა, ახლა ადუღება
თუ არის მიზანი, აბატონო, ხალხი არის აქ, ხალხის ნება არის. ადუღებულია ისედაც. ისედაც ადუღებულია და ის პირიქით დაწყნარებას ემსახურება სინამდვილეში იმისა, ცხადე ამაში ვერ მიაღწევს ეგ კონკრეტული ფიგურა, მაგრამ ხალხის ნება არის ცალსახად და ხალხის პროტესტი არის აი აქ და ამ გზით გამოვლენილი. მე ვთვლი რომ ეს პროტესტის მიღმა უნდა წავიდეს და აუცილებლად წავავიდა და პროტესტი იმთავითო რაღაცნაირი არ მინდა თქვა თვითმიზნური, მაგრამ რაღაცას პოზიციას დააფიქსირებ და გაიწევი, ხო და აქ პოზიციის დაფიქსირება უნდა იყოს ის, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ როგორც ახსენება, ყველა ახსენებს ქვეყნის დაბრუნებას ცხადია აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და კანონიერი ფორმა. ამ ქვეყანაში თუ ვინმე ძალადობს, თუ ვინმე არღვევს კონსტიტუციას, თუ ვინმე არღვევს და შეურაცხყოფს ჩვენ წესწყობილებას, ჩვენი წინაპრების ხსოვნას, ყველაფერს, რაც ქართულია, რაც დემოკრატიულია, რაც თავისუფლებასთან ტრადიციებს, ღირებულებებს. ეს არიან კოცები. რაღაცნაირი აბერაცია ჩვენს ისტორიაში მოვლენილი. აი, ყველაფრის საწინააღმდეგოა, რასაც ქართველობა ნიშნავს. ხო, აი, რაღაცნაირი მტრისადმი თავის დახრა, უგუნურება, ლაჩრობა, ხო, აი, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე არის სილაჩრე ასო. შორს რო არ წავიდეთ პრაქტიკულად არც ერთი მათი პრემიერ-მინისტრი. ივანიშვილი, ხო, აი, 13 წელია ქვეყანა ხელში ჩაიგდო და ერთხელ არ მისულა საოკუპაციო ზოლთან ახლოს. უბრალოდ ვერ ბედავს. ერთი რომ ლაჩარია და მეორე ღირებულებასაც ვერ ხედავს ამაში. თქვა ერთხელ თავის პრესკონფერენციაზე რომ რა გავაკეთო, იქ რო ჩავიდე, ვიღაცას ხარზე დავადო თავიო და ვიტირო, ანუ ამის მიღმა, მისი ხედვა არ ვრცელდება. და აი რო თქვი იმაში ბოლომდე ვერ დაგეთანხმები რომ თითქოს სახელმწიფოს ბედით თამაშობენ, სახელმწიფოს ბედით რო თამაშობდნენ, სახელმწიფოსთან რამენაირად უნდა ასოცირდებოდნენ, ხო ესენი არიან უბრალოდ აი როგორ ვთქვა პოლიტიკური ვირთხები, რომლებიც იმ თავითვე მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ, ანუ აბსოლუტურად არ ადარდებთ. ამათ რო ადარდებდეთ საქართველოს ბედი უბრალოდ არაფერს არ იზამდნენ. აი მოდი ასე ვთქვათ. ის კი არ იმას კი არ ვდებრალად, რომ აი რაღაცა ცუდად გააკეთეს, რაღაცა ვერ თქვეს, ან ისე თქვეს. აი უბრალოდ არაფერი რო არ გაეკეთებინათ, საქართველოს დღეს ბევრად უკეთესად იქნებოდა. შეუდარებლად უკეთესად იქნებოდა. არაფერი რო არ ეთქვათ და არაფერი რო არ გაეკეთებინათ, ხო? დღეს რა ვიცი, ვიქნებოდ იქ და იმაზე წინ შეიძლება ვიდრე მართლა მოლდოვაა ევროკავშირთან მიერ. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ წინ ვიქნებოდა. ხო, აი არაფერი რო არ გაეკეთებინათ, მაგრამ შეგნებულად ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ არასდროს არ გავხდეთ ნატოს წევრი, არასდროს არ გავხდეთ ევროკავშირის წევრი და არათუ ევროკავშირის წევრი არ გავხდეთ, შეგნებულად ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ დავბრუნდეთ და დე ფაქტო დაბრუნებულები ვართ რუსულ წიაღში. ეს არის მთავარი, ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა და უნდა გავიმეორო მისი ფრაზა, ევროკავშირში ვერ შევალთ კი არა, რუსეთიდან უნდა გამოვიდეთ ჯერ. 4 ოქტომბერი ამას იცოდი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამ რაღაც კოლექტიურ კობახიძეებს იმის კი არ ეშინიათ რომ ხალხი გამოვა და რაღაცას იზამენ და ვინმე კანონს დაარღვევს, იმიტომ რომ კანონის დამრღვევი ჩვენში არ უნდა ეძებო, კანონის დამრღვევები საკუთარ წიაღში უნდა ეძებონ და ამას ყოველდღიურად ხედავთ, ხო, რა მასშტაბის კორუფციაზეა საუბარი და დანარჩენი კიდე ხალხმა ბევრი რამ არ იცის. კობახიძეს ეშინია იმისა, რაც მათ აქვს ჩადენილი. თვითონ ხო იციან. ჩვენ ხო ბევრი ვიცით, მაგრამ აი გარწმუნებთ იმის 10% არ ვიცით, რაც მათ რეალურად აქვს ჩადენილი. რუსეთთან მიმართებაში ეკონომიკური თვალსაზრისით, აი რა ვიცი, გაზპრომთან რაც გააკეთეს, ენკასთან რაც გააკეთეს, კვლელობები შეკვეთილი მათ შორის, აი კონკრეტული დანაშაულები. და გუშინ მოისმინეთ ჩვენ. რომელიც ეროსიკის მარიშალთან დაკავშირებით რაც თქვეს. კი ბატონო, რომელიც გააცამტვერებს აი ყველა შედარებას მათ შორის წინა ხელისუფლებას და წინა ხელისუფლებაზე აი მოდი რა რომ განთავისუფლდება საქართველოს ამ ჭირისგან. მე შეგვიძლია დავждდე და ობიექტურად ვაკრიტიკოთ, რომ ის ისე კი არა ასე ჯობდა, ან ისე კი არა ისე ჯობდა, ხო, მაგრამ ამათ პირობებში ესენი რაღაც აპრიორი არ არიან იმ პოზიციაში, აპრიორი მიუღებელი ხელისუფლება ვინაიდან რუსული რეჟიმია, ხო? მტრის მიერ თავისმოხვეული რეჟიმია და ამათგან უნდა გავთავისუფლდეთ და მე ვიყამათო ჩვენ მემარჯვენე მემარცხენე თემებზე, რა ქვია, მეტროს მეორე ამოსასვლელებზე და იმაზე წყალმომარაგებაზე და კანალიზაციაზე. კნუტების მოფერება. აი ეს რისი ეშინიათ, ერთი ეგ არის, რომ იმ დანაშაულების რაც ჩადენილი აქვს და რაც მართლა არ ვიცით, მაგრამ მეორე რაც ეს შიგნით ხალხის რისხვის რომ ეშინია, რომ აი ამ დანაშაულზე რომ ვიღაცა მოთხოვს პასუხს, მაგრამ
მეორე არის, ანუ მე მგონია რომ ვერ დაასრულეს ჯერ საქმე, რაც აქვს დასასრულებელი, ეს არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ხო შენ საზღვარზე ჩასვლა, საზღვარზე ჩასვლა ის კომისიის დასკვნა ხო რა. აქ ტიპებმა თქვეს რომ ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, საქართველოს დამნაშავეა და ამაზე პასუხი აქვს საქართველოს საგებელი და ამაზე საერთაშორისო არენაზე უნდა გასცე ამას პასუხი, ხო, როცა ეგეთი რაღაც, ანუ არ აქვს დასრულებული აფხაზეთის აღიარების პროცესი, ანუ ეს 20-30 წუთად კი არ იყო, რა თქმა უნდა, 20-30-ისთვის აპირებენ, რომ დაასრულონ საქართველოს დაქუცმაცება, აფხაზეთი, ცხინვალი, არ ვიცი ახლა კიდე რა აქვს გეგმაში, მაგრამ აი ასეთი სახით უნდა ჩაბარდეს ეს მოსყოვს. ეს არის, ანუ გარედანაც ეშინიათ, რომ ეს საქმე არ არის ჯერ დასრულებული, ამის დასრულებისთვის მათ ჭირდებათ რაღაც დრო, სავარაუდოდ ეს დრო არის სადღაც ალბათ 4 წელი, რომ 20-30-ისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობა დაასრულონ. ეს არის, რაც კიდე გარედან რა შიშებით მგონია, რომ მაქვს. ირაკლი, შენც რო დაამატო ამ თემაზე და რისი ხაზგასმა მინდა დღეს და გუშინ წინ აქტიურად რასაც ცდილობს, აი პროპაგანდის გადაწყობა რაც გააკეთეს და სხვათა შორის ესეც აუცილებლად ამაზეც ვისაუბროთ, რომ რა მითი არ შემოაგდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ 6 თვის წინ და 1 წლის წინ რაც იმუშავებდა, არც ერთი პროპაგანდისტული გზავნილი ახლა არ მუშაობს. რომ თურმე ამ ყველაფრის უკან დგას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი სუსის უფროსი, ყოფილი შსს მინისტრი, ყოფილი გდდ-ს ხელმძღვანელი, რა ვიცი, ქურდები, ბაჩო ახალაიას სახელი ყველა მხრიდან ახსენეს საერთოდ. კიდე deep state, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ყველა. და ნუ რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ერთიან ნაციონალური მოძრაობა და ეხლა შეამცირეს ეს მასშტაბი. და ჩამოიყვანეს, რომ ესო სახალხო პროტესტი კი არ არისო. ესო ერთი პარტიის და ერთი კაცის პროტესტიაო და აი ამასაც რო ხაზი გაუსვათ 4 ოქტომბერი რატომ ეკუთვნის ყველას, რატომ არის ეს სახალხო და თავად აი ეს კონტექსტი მიმოვიხილოთ, ხვალ დილა გათენდება ჩვენი ღირსეული თანამოქალაქის ქცევა, როგორი უნდა იყოს და ამ ქცევაში ჯდება თუ არა ამ რუსული სპეცოპერაციის უბანზე მისვლა. მაყურებელს მიესალმები და ცხადი არის ახლა ბევრ შეიძლება ვისაუბროთ, უამრავი არგუმენტი მოვიყვანოთ, თუმცა ასეთ მომენტებში ახლა ცხადია ხო, წლები არის ჩვენი საზოგადოება ამ ბრძოლაში არის, უკანასკნელი წლები და თვეები არის უფრო მწვავე ფაზა და უფრო მტკივნეული და უფრო მაღალი არის რისკები და მაღალი არის სვერპლი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ამის ფონზე უკვე ანუ ყველაფერი ცხადი ხდება, ხო? ანუ ყველა ბურუსი გაიფანტა, შეიძლება ითქვას, შენ პროპაგანდა ახსენე და დეზინფორმაცია და მთელი მანიპულაციების მანქანა რაც ქონდა ტრადიციულად და ყველაზე ხშირად ამ ინსტრუმენტით ასე ვთქვათ მოყავდათ სისრულეში თავიანთი ჩანაფიქრები ველს მოასუფთავებდნენ და მე რეაქტიურ ძალისმიერ ქმედებებზე ან სხვა ინსტრუმენტებზე გადადიოდნენ. ანუ ესეც უკვე მოირყა გამომდინარე იქედან, რომ იმდენად ბოლო ზღვარზე მივიდა ამოცანები, აგერაც გიამისაუბრა და საზამხო საუბარი არის ყოფნა არ ყოფნაზე. ეს ქვეყანა იქნება თუნდაც ფორმალურად ქაღალდზე დამოუკიდებელი და სახელმწიფოებრივი ნიშნების მქონე თუ აღარ იქნება ადამიანი მოქალაქე იქნება რაღაცნაირად პატარა თავისი სივრცე დაცული ავტონომია ექნება თუ არ ექნება, ხო? ანუ საერთოდ გამოკეტილი ვიქნებით, როგორც იმ ხსენებულ საბჭოეთში რკინის ფარდის მიღმა მიბმული, აღრიცხული და მიმაგრებული იძულებით რაღაც ადგილს თუ გვექნება თავისუფლად სიარულის გადაადგილების და საკუთარი ცხოვრების მართის საშუალება. ხო, აი ამ ზღვარზე მივიდა ყველაფერი და ეხლა რა თქმა უნდა, აქ რა შეთქმულებაც არ უნდა მოიგონონ, რა საფრთხობელებიც არ უნდა, ასე ვთქვათ, გამოფინონ. ყველა არჩევნების წინ ამას აკეთებენ. კი, გვახსოვს9 ახლა. საქმე აქვს სახელმწიფო გადატრიალებაზე აღძრული 2012 წლის. საბურავებიდან დაწყებული 14, 16, 18, 18, 19, 20, 21-ში და ეხლა 24-ში. კი, უბრალოდ ესეც გაცვდა, რატო რომ საბოლოო ჯამში რაც დაემართათ და დაემართათ ზუსტად იმიტომ ახლა რაზეც ისაუბრეს მეგობრებმა, რომ ამოცანა არის იმდენად მასშტაბური, რაც მათ აქვთ დავალებული რუსეთისგან, ხო? ანუ ამისი
შესრულების არე არის ძალიან ესე ვთქვათ მარტივი და მკაცრი, ხო, აქ რაღაცა შვალედური манипуляციები, ხანგრძლივი რაღაცა 10 წელზე გაწერილი კამპანიები, ესეთი რითაც ბიზნესი ცნობილი იყო, ხო, რაღაც მახრჩობელა სტრატეგია, რომ ნელ-ნელა ეს უკვე აღარ მუშაობს, არის ძალიან ცხადი ამოცანა, რომ ყველა გაჩუმდეს, ყველა შეშინდეს, ყველა იზოლირდეს, ვინც არის წინააღმდეგი და ისეთი ამოცანებია, რაც საქართველოს გაუქმებას და გაქრობას გულისხმობს, ამ ასე ვთქვათ ამოცანის წინაშე უმრავლესობა არ ჩუმდება, უმრავლესობა წინააღმდეგია ამ ქვეყნის, ხო? და ამიტომ ეს პროპაგანდა შერჩა მხოლოდ და მუშაობს მხოლოდ იმ პატარა უიმედო სეგმენტზე, რომელიც არის სრულიად გამორეცხილი აი ამ რაღაცა დეზინფორმაცია პროპაგანდით, ზის ტელევიზორის ეკრანთან დაავიწყდა საერთოდ რომ პულტი არსებობს და შეიძლება სხვა არხზე გადართოს და არც უნდა და მეტი არ ჭირდება, კლავიატურაზე აკაკუნებს და აი ეს არის ის სეგმენტი რომელსაც ეს საბურავები იქნება თუ რაღაცა ვიღაცის საფრთხობელა რომ აი ახლა ეს ბუა მოვა და შეგჭამს თუ ხვალ არ ადგები და შენი კალმი აღარ მუშაობს, აი იგრძნობა, შეგრძნების დონეზეც აღარ. მე მგონი მაგ სეგმენტსაც არ ჯერა, უბრალოდ სალაპარაკო თემათ აქვთ, რომ კომფორტის ზონაში რჩებიან რა, ანუ ის სამყარო არის ურღვევი ჯერჯერობით, რაშიც ამდენი წელი აცხოვრეს და ახლა როგორი არის ამ 13 წელი აი ამ რაღაცა გარსში ცხოვრობ, შეგიქმნეს უკვე მარტო იმედი ჩართული და მიგაჩვიეს იმას, რომ აზროვნებაც არ არის საჭირო, იმიტომ რომ ეს პროპაგანდა ისეთი აბსურდულია, რომ რასაც გუშინ გეუბნებოდნენ, დღეს იმის საწინააღმდეგოს გეუბნებიან, უბრალოდ გჯერა, იმიტომ რომ მიგაჩვიეს ეს სხვა არაფერი ალტერნატიული აზრის და კითხვის რესურსი არ საიდან არის, ხო? ამიტომ ეს გასაგები არის, ეხლა ამაზე უარესაც იტყვიან, ეხლა ჩვენ რო ჭკვიანურად და რაღაცა ინტელექტუალურად ვაფასებთ პრიმიტიული ტოტალიტარული ტიპის პროპაგანდისტულ კამპანიებს, ესეც უბრალოდ აბსურდია, ხო? იმიტომ არის ეს პროპაგანდა და იმიტომ არის ესეთი აიდის პროპაგანდა, რომ მისი არსი ეს არის, უნდა იყოს რაღაცა ესეთი პრიმიტიული, ამაზრზენი, არალოგიკური ემოციაზე, საბაზისო რაღაცა ინსტინქტებზე. სიგიჟესთან მიახლოვებული და ესე მუშაობს, ხო? და ცხადია ახლა ამას წინათ აი უნივერსიტეტებზე შეტევა რო დაიწყეს, ხო? რომ რაღაცა ტერორიზმი, შეთქმულება, ხო? და უბრალოდ გამიკვირდა ბევრი ჩვენი მეგობრის და კოლეგის ქცევა, რომ რაღაცა უზარმაზარი არზები გამოფინეს იმის ახსნა განმარტებით, რომ ეს სისულელეა, ჩვენ რა გვესაქმება ტერორისტთან, ჩვენ ესეთი კარგი და მშვიდობიანი ხალხი ვისთვის. ხო, ვისთვისაც ეს პროპაგანდა მოქოქეს, ის ამ შენს ასე თქვა ახსნა განმარტებას და თავის მართლებას არ კითხულობს, არ წაიკითხავს და არც არაფერს არ ეტყვის, ხო და ეხლა ჩვენ ხო ვიცით, რომ რა სისულელეა, ხო, რატო ხარჯავ დროს და ენერგიას. ამიტომ აი ისევ იქ მივდივარ, რომ აი არც ეგრეთ წოდებული არჩევნები რეალურად ისევ გაგრძელება რუსული სპეცოპერაციების, რომელიც აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარუმატებელი იყო, იმიტომ რომ განსხვავებით წინა წლებისგან გასული წლის ოქტომბერში ეს ოპერაცია შედგა, მაგრამ ვერ შედგა, ვერ გაიმარჯვა, იმიტომ რომ ცხადად გამოჩნდა, რომ ეს იყო ვერ გაიფორმეს. ხო, ეს იყო აი არნახული მასშტაბის, აი უსამართლობა და ტიპური ასეთი манипуляция, ძალადობრივი, ასე ვთქვათ, გადაწერა და გადაგრეხა ხელების და გაყალბება შედეგების. ნახეთ, რომ ანალოგიური სპეცოპერაცია უკვე ორჯერ ჩავარდა მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნებში. ადმინისტრირებას წევს წესერი ხალხი. ხო, ანუ ეს პრინციპული განსხვავება არის და აქაც ახლა ამ ყველაფრის ფონზე რომ კიდევ შავილაკა, რა ვიცი, კალანდარიშვილი, ჯავახიშვილი გიტარებს არჩევნებს, ხო? ეგრეთ წოდებულს, რა ვიცი, არაფერი არ შეცვლილა. მაგრამ ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და საჩირების წერას ეზარება იმ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას. 90% პოლიტიკური ოპოზიციის და წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერების კისოსის მიღმა არიან, პანტაპუნტით იჭერენ, უკვე აღარ ჭირდებათ არანაირი თუნდაც ფორმალური გელა ხასაიას ჩაუდეს დანაშაული. ხო შეიძლება იარაღი ჩაგიდონ, ნარკოტიკი სამი მუტრუკი ჩაუდეს შეიძლება ასე ითქვას და თავის ფეხით მოვიდა. ეხა ამის პრეცედენტი იყო, ეხა გიგი გუგულავას რო ნაცემი ძიუდოისტი ჩაუდეს, მაგრამ აქ სამი ნაცემი ასე ვთქვათ მუტრუკი ჩაუდეს. ხო, ანუ აბსურდია რა, ეხა ამ ფონზე საუბარი რომ რაღაც არჩევნები ტარდება, არის სრული ფიქცია და ეს ემსახურება ისევ ამ ფსიქოლოგიურ მხარეს რომ მიუბრუნდეთ, ეს არის
ცდილობა რეჟიმის მხრიდან, რომ საზოგადოება წაიყვანოს ყველაზე დამოუკიდებელი გზაზე, ეს არის ნორმალიზაცია. ანუ რაც უფრო კატასტროფული ხდება რეალობა და რაც უფრო ამას ეგუები და ამბობ, რომ ხო, ამას არაუშავს, მაგრამ და იწყებ იმას მობილიზებას, რომ ახლა კიდე რაღაცა არის რისი გამოგლეჯაც შეიძლება და რაღაცა ნამცეც უნდა ანუ ნორმალიზება იმისა, რომ არჩევნები შეიძლება ჩატარდეს სიტუაციაში, როდესაც სრულიად გაუქმებულია სისტემა არის ამ ტოტალიტარული რეჟიმის ხელში. ყველა პოლიტიკური ოპონენტი არის დაპატიმრებული, ტერორის ქვეშ, გამოშიგნული, ფინანსებით ჩამორთმეული, ყველა აქტიური მოქალაქე ან დაპატიმრებული, ან დაპატიმრების ლოდინშია, ნაწამები, ნაცემი ხალხია, ირგვლივ ისევ გრძელდება სხვა. აი ამ ფარგლებში თითქოს შენ გაქვს არჩევნები და თუ ამბობ, რომ ეს არჩევნები, ესე იგი ნორმალიზებას აკეთებ ამ სიტუაციის და დღეს ჩაგიტარებენ ესეთ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის და ესეც ამაზეც არავის არ უსაუბრია, ხო, აგერ გიამ რო თქვა, რომ მსჯელობა ყოველთვის შეიძლება, ხა ეს ტაბუ კი არ არის, რომ თუნდაც რაღაცა კატეგორიულად მიუღებელ ერთ შეხედვით იდეაზე ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ. ვინმე მისაუბრა იმაზე, რომ რა რისი არჩევნები და თვითმმართველობა გვაქვს? ეს თვითმმართველობა არის არჩევნებსაც ატარებს. ანუ ქალაქი ქუთაისი ახლა ვიღაცას აირჩევს და მე თვითონ გადაწყვეტს, რომ რა ხდება ქალაქში და ამის ბიუჯეტი აქვს, ან ამის ინსტრუმენტები. რა თქმა უნდა, ეს არის ეს თვითმმართველმა ქალაქი, რომ უარი თქვა, აღარ გვინდა თვითმმართველობა. ხო, თავის თვითონ რო აწიეს ხელი, რომ აღარ გვინდა. თან იგივე ხალხმა, ვინც გაუზარდა უფლებამოსილებას და ჩარჩოებში მოქცეული ფორმალური თვითმმართველობაც კი თავისი, ესე ვთქვათ, აი რკინისებური დისციპლინის ფარგლებში კომუნისტური პარტიის ასე ვთქვათ ტრადიციები თვითონვე უარყვეს. ჯანდავას ხო 2-3 არის და მუნიციპალიტეტები ხო ვიცით ახლა რომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა არის ქაღალდეც კი არ არის თვითმმართველობა, ხო? ამ ფარსზე არის საუბარი და ახლა ამას რო გაგიფორმებენ, მე გეტყვიან რომ საპარლამენტოსაც ვატარებ. და ისევ ანუ დაგიწერენ და მე ვიღაცები გვეტყვიან რომ თუ იმაში მიიღე მონაწილეობა, ბარემ ეს რაღა ხო, და საკონსტიტუციო არ გავატანოთ. ისევ დაცარიელებულ სოფლებში შედგენილი ვიცი კომისიები გამოფენს 100%-იანი ლამის დასწრების ოქმებს და დაიწერს ჯერ გორბი გამოაცხადებს რომ 70% ასე თქვათ უმიზნებს ოცნება და ნუ 65-ს დაიწერენ მერე და ნუ იქნება მერე ეს ეგრეთ წოდებული საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამიტომ ეს რო არ იყოს ამიტომ ცხადი არის ახლა. ამიტომ ხვალ ვინც აქვს ხედავთ, ვინც გვისმენს, ვინც არ გვისმენს, ვინც საერთოდ ჩვენი არსებობაც კი არ იცის, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქე არის და მის ზურგზე გადადის ეს ყველაფერი და გრძნობს და განიცდის და არ ვიცი ახლა ჩვენ ცხოვრება, ამ ქვეყნის პატიოსანი რიგითი ადამიანის ცხოვრება აღარ არის, წლები არის, ხო, როცა ყოველდღიურად აი ამ ქენჯნას, ტანჯვას რა ვიცი, ნერვიულობას განიცდი, რომ იქნები თუ არ იქნები. აქამდე ახლა რასაც მიგაჩვია საერთოდ ჩვენმა ყოფამ და ამ კოლექტიურმა მეხსიერებამ, რომ 1000 წლეულობის განმავლობაში არსებობდით და იმას გაუძელით, ამ იმპერიას გაუძელით, ამ შემდეგ, მე რაღაც მომენტში ხვდები, რომ ხო, აქამდე მოვიდა, აქამდე მოათრიეს ეს, ასე ვთქვათ, ქვეყანა და იდენტობა და ხვალ აღარ იქნები და ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ თუ რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდე იყო ამის ილუზიის კომფორტი, რომ ახლა 21 საუკუნეა ესეთი რაღაცები აღარ მოხდება, რომ მთელი ქვეყანა ერი არსებობდა და უცებ გაქრა. ესეც დაინგრა, იმიტომ რომ ხედავთ, რას აკეთებს რუსეთი, რას აკეთებს ესეთი აგრესიული მონსტრი სახელმწიფოები, ჩვეულებრივად უზარმაზარი მასა ადამიანების, მთელი ხალხები, ერები, ფენები, უბრალოდ ჩვეულებრივ სასაკლაოს აწყობენ და აქრობენ, ანუ ანადგურებენ, ასუფთავებენ ტერიტორიას და ასახლებენ მერე თავის, ასე ვთქვათ, გონება გამორეცხილ და უნებო და რაღაცნაირად რაღაც ზომბირებულ მონებს, ხო? ანუ ტიპიური კოლონიზაცია რასაც რუსეთი აკეთებს და ყველა მისი მსგავსი სახელმწიფო, ხო? ეს არის ამაში აცხოვრებს ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ამ რუსული მანქანის მოსამსახურე რეჟიმი და ახლა ამის ფონზე რო კიდე რაღაცა ილუზია შევექმნათ, რომ ამ ფარატინა ბიულეტენით კალანდარიშვილის ხელში გავლილით რაღაცა შეიცვლება, ცხადია, ხო? ასეთი არის ძალიან ცოტა და ის ცოტაც უკვე ნაკლებად მოტივირებულია, რომ რაღაცა წავიდეს და თუნდაც ესე უკვე დისკრედიტ
აკრედიტირებულ ამ ფარში მიიღოს მონაწილეობა და ცხადია რომ ხვალ ზუსტად გამოჩნდება და დარწმუნებული ვარ ეს მასშტაბი რომ სადგას ქართველი ხალხი სად არის სიმართლე სად არის ასე ვთქვათ სიმამაცე იმედი აი ის რასაც ღირებულებებს ვამბობთ ხო ქართველობას ვეძახით რომ უარეში გვიცხოვრია ხო აი ჩვეულებრივად ტყვიასაც გესროდნენ მომწამლელ გაზს გაშხურებდნენ რა ვიცი ნიშვებით გჩეხდნენ მაგრამ როცა იცოდი რომ შენ მართალი ხარ და ეს მსხვერპლი გასავლელი არის ეს დისკომფორტი და ეს რაღაცა კატასტროფა უნდა აიტანო და გაუძლო რისთვის ხო რომ ბოლოს და ბოლოს ნორმალური სამართლიანი ღირსეული თავისუფალი ძლიერი რაღაცნაირად კეთილდღეობის მქონე ქვეყანა ააშენო ეს უნდა ხა ადამიანს და არა ის რომ მართლა მეტროს მეორე ამოსასვლელი თუ რაღაცა ბორდიური თუ გაზონი როგორ უნდა იყოს შეკრეჭილი ეს არის რაღაცა მეათე რიგის ამოცანა ამის შემდეგ ეხლა ამაზე არის საუბარი ხო და ვინც ამის დაცვას და ვინც ამის დაბრუნებას აპირებს რა თქმა უნდა მთელი წელი არის ქუჩაში დგას აი ეს რო ახსენებთ რომ ასეულობით ადამიანი არის ნაცემი ნაწამები და ახლა კიდევ ეს ეგრეთ წოდებული ჩიჩილაკი გამოდის და გვემუქრება ხო რითი უნდა შეგვაშინოს რა დაგვაკლეს და ვინ შეშინდა და ვინ გაჩერდა ჩიჩილაკი არის ჩვენი ტრადიციების ესეც წაგვართვეს ესეც გასოდესღაც შევარქვი თავდაუბანელი ბოლშევიკი მაგრამ მე ისე აეწეპა რომ დაბანეს თავი ეხა უკვე თავგაფუებული ბოლშევიკი კი ბატონო ანუ არავის არ ეშინია ამათი მუქარის რა თქმა უნდა არის 10,000 მოქალაქე რომელიც რა ვიცი ყველაფერზეა წამსვლელი ზღვარი უკვე დადგა ამის იქეთ ან იქნები ან არ იქნები და ეხა ყველას ესმის რომ თუ შეშინდები და უკან დაიხევ ეს მარცხი არის უკვე ხო ამიტომ ნახოთ არანაირი მუქარა ვერავის ვერ შეაშინებს ხვალ გამოვალთ გასაკეთებელს გავაკეთებთ და ნახოთ მერე ვინ ძალა ვის აქვს ქადილის და ვის რა რესურსი აქვს მათი რესურსები ჩამოიშალა კრიზისის ზღვარზე არის თუ ეს ზღვარი გაიარა ჩვენ დიდი ხანი არის აი ამ ზეწოლის და წნეხის ქვეშ ვარსებობდით, ძლიერდებოდით, უფრო მეტი ადამიანი გამოფხიზდა და გადმოვიდა ამ ასე ვთქვათ პატრიოტულ და სამართლიანობისთვის ბრძოლის მხარეს, მათი რესურსები შემცირდა, ჩვენი რესურსები ამ კუთხით გაიზარდა და უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ ხვალ რა არჩევანი აქვს ახლა სისტემას, ხო? ან ისე უნდა იძალადოს მასშტაბურად და ცხადი არის, ხო, ეს სახელმძღვანელო ასე ვთქვათ გაიდი რაც აქვთ მათ თავიანთი პატრონებისგან, რუსებისგან არის აწყობილი ამაზე, ხო, რომ დააშინეს, ცემე, დაამცირე, შეაშინე და გაჩერდება. ეს სადღაც მუშაობს, მაგრამ აქ ნახეთ, რომ ეს არ მუშაობს, რაც უფრო ასე ვთქვათ ცინიკური და ძალადობრივი და მჩაგვრელი გამოვა რეჟიმი, წინააღმდეგობა უფრო პროპორციულად იზრდება და უფრო მეტად იზრდება, ხო? თუ იძალადებენ და ხელშეუშლიან ხვალ ქართულ ხალხს თავისი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების აღსრულებაში ამის შედეგს მოიმყიან, თუ პასიური და შეშინებული იქნებიან, ეს რა თქმა უნდა, ცხადი და გასაგები იქნება ყველასთვის, რომ ისინი არიან ძალიან სუსტები ჩამოშლის ზღვარზე და ამ ზღვარს, ასე ვთქვათ, გარკვეული თითის მიხმარება, პატარა ბიძგიც მოხვება და აუცილებლად ლოგიკურ დასასრულამდე მივა ეს. კი ბატონო. გიან, ნახე, მნიშვნელოვანი თემა რაც არის და რაც იგრძნობა არის, რომ დიდი ხნის განმავლობაში მე მგონი პირველად მეყავს ჯანსაღ ძალებს დღის წესრიგი ამ ქვეყანაში და რაღაცა პასუხის გაცემის რეჟიმში არის ქართული ოცნება გადასული, საკუთარი ამორჩევლის დამშვიდების რეჟიმში არის. ამორჩეველიც აღარ ქვია, ვინც დარჩა ეგ თანამზრახველი მგონია, იმიტომ რომ სიბოროტეს ჩადიან ამ ქვეყნის წინაშე, მოქალაქეების წინაშე და ისტორიის წინაშე ხა. ჩვენ ხშირად კი ვამბობთ, რომ ისტორიასთან პასუხს აგებენ ასე შემდეგ, მაგრამ ისტორიის მიღმა ადამიანებს ყოველდღიურად ამწარებენ, ადამიანებს კეტავენ ციხეში, ფინანსური რეპრესიების რაღაც წარმოუდგენელი მასშტაბი შემოაქვთ, სახლებში შერბიან და გააქვთ ისინი რა ქვია, ქოთნები და ტექნიკა, რომ რაღაცნაირად ეს ივანიშვილის მიერ დადებული ხარკი გადაახტევინონ ამ ხალხს და ამ ვითარებაში პრინციპული მნიშვნელობის საკითხი გაჩნდა, რომ ოპოზიცია ქმნის, ჯანსაღი საზოგადოება ქმნის დღის წესრიგს. აი შენი აზრით 4 ოქტომბრის ხვალინდელ კრებას, ქართველთა თავყრილობას
რატომ აქვს სხვა მნიშვნელობა წინა აქციებისგან განსხვავებით, რომელიც ასევე მრავალ ათასიანი იყო და ახლა ბოლო წელიწადში ჩვენ ვნახეთ ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე ქუჩაში გამოსული. რა სხვაობა არის 4 ოქტომბრის საღამოს 8 საათსა და მაგალითად სხვა აქციებს შორის? მოთხოვნების თვალსაზრისით, თუ ბრაზის თვალსაზრისით, თუ მომენტუმის თვალსაზრისით, ანუ შენთვის 4 ოქტომბრის ფასი რატომ არის ესეთი მაგარი? იცი რა, ახლა ბრაზი უფრო მეტია დღეს, ვიდრე იყო მანამდე ყველა სხვა აქციაზე. თან ეს 4 ოქტომბერი აი თუ გახსოვს გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა შეიძლება გქონია, მაშინაც გვითქვამს, რომ ეს 4 ოქტომბერი ადგილობრივი თვითონ ეგრეთ წოდებული არჩევნების თარიღი ბუნებრივად არის ჩამოკიდებული და ამას ხა ჩვენ ვერაფერს ვუზამთ, ხო? ანუ ბუნება როგორც ახალი წელი ხა ბუნებრივად ჩამოკიდებული თარიღი იყო და ყველა ვნახეთ რაც მოხდა ახალ წელს, ხო? რაც ეს 4 ოქტომბრის ასე თქვა დიდი საპროტესტო აქცია გამოცხადდა, ფაქტობრივად ყველაფერი წაიღო ამ თარიღმა, ხო? იგივე ხა 13 სექტემბერი დიდი აქცია იყო, 27-იც აქცია იყო, ანუ რაც ასევე თარიღები იყო, მაგრამ ორივე ხო 13 იყო თუ 27 იყო, მაინც 4 ოქტომბერს მიაქვს ყველაფერი, ხო? ანუ ეს რაღაცნაირად ბუნებრივად გაჩნდა საქართველოს მოქალაქეებში როგორც თარიღი, სადაც აი დღემდე არნახულად დიდი დაგროვებული და შენ გარშემო რა განწყობა ხალხს? აი ჩემს გარშემო ეს განწყობა, ანუ იმ ადამიანებში, რომლებიც თქვათ მე არ მახსოვს, რომ თქვათ ამას რაღაცა ესეთი ის რაღაცა აი თუნდაც ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც თქვათ აქციაზე არ დადიოდნენ ხშირად, ან არ გასულან და ყველა ვინც ხდება უცნობი ადამიანებიც ქუჩაში რომ ხდებიან, მეუბნებიან რომ ჩვენ 4-ში იქ მოვდივარ და ჩვენ ვაპირებთ რომ იქ ბოლომდე ყველა აქციაზე ლაპარაკობს. ყველა აქციაზე ლაპარაკობს, ხო? არა, მე არ ყოველ შემთხვევაში მე აი ხა მივიდეთ და მეორე ტურში კახი. არა, რა მეორე ტური ხა 1-2 გამონაკლისის გარდა და ეს 1-2 გამონაკლისი არიან თქვა ჩვენი კოლეგები, რომლებიც განსხვავებულ აზრზე არიან და აპირებენ რომ მონაწილეობა მიიღონ ამ არჩევნებში, ხა ესენი თუ დანარჩენი ვინც ხდება, ყველა მარტო ამაზე საუბრობს. ეხლა არის კიდე დარჩენილი, ახლა მე ვეძახი ხოლმე იმას, რა ქვია, სალონის ოპოზიციონერები, ხო? და სალონიდან რომ და ბარიკადებზე რო არ გვინახავს და იმაში სამშობლოს დასაცავ ბარიკადებზე რო არ გვინახა, მე მგონი რომ ხა ამ ადამიანებისთვისაც ეს მომენტი დადგა რა, გამოვიდნენ უნდა იმიდან კომფორტულად წამოწოლილი სავარძლებიდან და არის ახლა დრო რომ იყვნენ ქუჩაში, როგორც ქუჩაში დგას ძალიან ბევრი ადამიანი აქამდე. კიდევ რა მენიშნება, ასე ვთქვათ, ამ ხვალინდელ პროტესტთან დაკავშირებით. ამ პროტესტს არ ყავს რაღაცნაირად ერთი ლიდერი, ხო? რაღაცნაირად სხვადასხვა, ხო, ანუ არ არის ორგანიზაციო ჯგუფი. ხო, რაღაცა ვერ იტყვი რომ აი რაღაც, ხო, თან ეს ხალხი, რომელიც ასე ვთქვათ, აი ამ პროტესტის ასე ვთქვათ, ლიდერშიპში შეიძლება რაღაცნაირად მოიაზრო. ეს არ არის ხალხი, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა სხვა პროტესტებს რა. სიუჟეტით ეს უფრო მეტი იმედებს მაძლევს, იმიტომ რომ ეხლა მე რა მახსენდება ისე სახსოვს ეს 2014 წელს არ იყო ეხლა იმ ადამიანთა ჯგუფი დიდი, მაგრამ და ზოგისად არის ეხლა ზოგისად ოქტომბერი იყო, მაშინაც თუ სწორად მაქვს 14 ოქტომბერი იყო, როგორც მახსოვს, ესეთი აქცია ჩავატარეთ არა კოლაბორაციონის. ანუ 2014 წელს საქართველოში იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თვლიდა, რომ 2014 წელსაც ქართული ოცნება იყო კოლაბორაციონისტული. ეხლა ბევრი ადამიანი, რომელსაც დღეს რუსთაველზე ვხედავ ხოლმე, ან კიდევ ისეთებიც არიან, რომლებიც ჩვენ გვასწავლიან როგორ ვებრძოლოთ ქართულ ოცნებას რა. ისინი მაშინ ხამხარეს ექსპერტო წრეებში. არა კოლაბორაციონებში იმათაც მოვიაზრებდით რა. აი ახლა ეს ადამიანები არ არიან პროტესტის ლიდერში, შანს ეცინება, იმიტომ რომ ამაზე ბევრი გვილაპარაკია ჩვენ რა. ეს ადამიანები არ არიან ახლა. ანუ მაშინ გვეუბნებოდნენ რა კოლაბორაციონისტები ვინ არიან? ხო, ეხლა ზოგი არასამთავრობო სექტორშია, ზოგი აქეთ არის უკვე
როგორც პოლიტიკოსი და ასე შემდეგ, მაგრამ მაშინ როცა ვამბობდით არა კოლაბორაციონის, ხო? გულისხმობდით 2014-ში რაც იმასაც, რა, იმიტომ რომ მაშინ ასე ვფიქრობდით, ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, ვინც ეს აქცია მაშინ დააორგანიზა კანცელარიის წინ, მიგვეცდა რომ მაშინაც კოლაბორაციონისტული იყო. ნუ ახლა შეიძლება ბევრი ადამიანი იქ იყო, ვინც შეიძლება ამას ვერ ხედავდა და შეცდომა ძალიან ადამიანურია და ჩვენ იმიტომაც ვართ ქრისტიანები, რომ უშვებთ ამას, რომ ადამიანი შეცდეს, მაგრამ იქ ამ კოლაბორაციას ჩვენ ვის გულისხმობდით ბიძინა ივანიშვილს და მის აი ამ გარემოცვას, რომელსაც მაშინაც სინამდვილეში ჰქონდა ძალაუფლება ხელში შაგდებული ვიღაცებს მინისტრის პოსტები ეკავა და ფიქრობდნენ, რომ ისინი იყვნენ მინისტრები და ისინი რაღაცას ყვედნენ და არავინ არასდროს არაფერს ყვედდა გარდა ივანიშვილისა და აი ივანიშვილის გარშემო არსებული ჯგუფის და მაშინაც იყო ეს არაფორმალური მართლობა და მაშინ რომ ვამბობდით არა კოლაბორაციონის, მაშინაც მართლები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დღევანდელი ვთქვათ ჩვენი პარტნიორი ამ ბრძოლაში და დღეს უკვე ჩვენი თანამოაზრე მიიჩნევდა, რომ ეს არასწორი იყო და აბა ვინ არის კოლაბორაციონისტი. ქართული ოცნება არ შეცვლილა. დღესაც ისეთია, როგორიც იყო ადრე. რაღაცა სახეცვლილება კი არ განუსტია. მაშინაც ისეთი იყო, როგორც დღეს არის. უბრალოდ ეხლა დღეს აი რა გამოჩნდა ყველაზე უფრო კარგად, თუმცა მაშინაც ასე იყო. დღეს ვინ არის იქით ხარეს? ფული. აი ვისაც აინტერესებს ფული, სხვა არაფერი. იქით ხარეს არიან თანამზრახველი თქვი, კარგი სიტყვა აქამდე ეგეთი მე არ მომფიქრებია, მაგრამ აი რასაც მე ვხედავ არიან ადამიანები, ვინც ნახულობენ სარგებელს. სარგებელი გამოხატული არის ფულში. აი არჩევანი ხვალ რა არის? დანაშაულით დაკავშირებული ხალხია. ძირითადად არის ანუ კორუფცია უკვე დანაშაულია. სინდიკატური ის რომ მონაწილეობ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში და ამაზე აკეთებ ფულს, ამაზე აკეთებ მილიონებს, ეს უკვე დანაშაულია და არა თან ლოკალური, ხო? საერთაშორისო დანაშაული ხარ. იქით ხარეს რაც არის, ხო? არის იგივე ვთქვათ აი ეს რა ქართველების და უკრაინელების სისხლზე ნაშრომი. არიან აი რობოკოპი და ვიღაცა, ხო? ისინიც რაღაცა ასეთი ფინანსური სქემებით ყავთ რა, დაბმული იაფი კრედიტი, იაფ კრედიტად მიცემული ბინა, რაღაცა ეხა 300 ლარი რო უჯდება 100 კვადრატული ბინა თვეში და რო იცის რო ეხლა 2 წელიწადში ამას დაფარავს და უძრავი ქონება რჩება და აი ეს ბონუსები რომელსაც იმაში ჩვენს სცემაში იღებს ეხლა ვიღაცა მითხრა დღეს რომ ზოგიერთ სახელმწიფო სამსახურში უთქვამთ რომ ვინც მივა არჩევნებზე სახელმწიფო მოხელეები 9 წლის ხელფას ბონუსად გადაუხდიან. ანუ ხა წარმოიდგინეთ რა, ანუ მარტო ფულია იქი დარჩენილი, სხვა არაფერი და აქეთ ხარეს ეხლა 4 ოქტომბერს ვინც მივდივარ და 2014 წელს ვინც მივედით აქციაზე არა კოლაბორაციონს. ხო, 11 წლის წინ მაშინაც აქეთ ხარეს ფული კი არ იყო, აქეთ ხარეს მაშინაც იყო იდეა საქართველოს იდეა რაღაცა ის კი არ იყო ერთი მე თავის დროზე როცა მე საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობდი რომ მითხრეს რომ დაგტოვებთო სამინისტროშიო თუ ბანაკ შეცვლიო და გაოცებულმა ვკითხე რა ბანაკი მეთქი ჩვენ დიპლომატები ერთ ბანაკს ვემსახურები და ამ ბანაკის სახელი არის საქართველო არანაირი სხვა ბანაკი და შენ გარდა რამდენი ახლა ბევრია ვიღაც ხო მაგრამ ხო ხედავთ რა დღეში არიან უკვე იმას წერილს ვეღარ წერენ და საგარეო საქმეთა სამინისტრო დისფუნქციური აღარ ჭირდება. იმიტომ რომ ურთიერთობა თუ გაქვს მარტო ავტორიტარულ სახელმწიფოებთან არ ჭირდება საგარეო საქმეთა ციცით ხო. კი კაცო უარესებს გეტყვი ახლა ხო უარესებს ალბათ ეგენიც უნდა ითქვას ხო მაშინაც და დღესაც ახლა ხვალ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირდით სხვაგან იქნებიან ადამიანები რომელიც მარტო ერთ ბანაკს ეკუთვნიან რომლის სახელიც არის საქართველო სხვა ბანაკი მე ირაკლი შენზას არ გქონია არასდროს არც გაგვაჩნია არც გვექნება არასდროს ხო აქეთ არის აი ეს ხო რაღაცა არ ვიცი საქართველოს მარადიული იდეა რომელსაც ატარებდა ილია ჭავჭავაძე მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ხო იყო თბილისის და ქუთაისის გუბერნია და თითქოს არანაირი ნიშანი იმის არ ჩანდა რომ რუსეთის იმპერიას რაღაცა დაემართება და შესაძლებელია მართლა დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველო დაიბადოს ხო აქეთ ხარეს არის ეს აი ეს მარადიული საქართველოს იდეა იმის რომ ამ
საქართველოში ჩვენ ყველას გვექნება იმის საშუალება, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოვახდინოთ, გვექნება იმის საშუალება, რომ ვიცხოვროთ დაცულობაში, გვექნება იმის საშუალება, რომ ვიცხოვროთ კეთილდღეობაში, გვექნება იმის საშუალება, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ხო, აი, ამდენი საუკუნის ბრძოლის შემდეგ, ხო, ჩვენთან რა ჩვენთან მოდიოდნენ სულ, ხო, ჩვენ ხო არავის არ ვერჩოდით, არა, რომ აი ერთხელ და სამუდამოდ აქ დამკვიდრდეს მშვიდობა და ამ მშვიდობაში, განვითარებაში, დაცულობაში, ყველანაირ დაცულობას გულისხმობ, კეთილდღეობაში ჩვენ გქონდეს ცხოვრების საშუალება და შემდეგ თაობებს გქონდეთ ამის საშუალება. მეორე მხარეს არის მხოლოდ ფული, ხო, აი რა არის იქით, რა არის აქეთ. აი ეს არის ხვალ ის აღარ არის, ზიზღიც აღარ არის. და ის კიდევ რომ აი ეს მაფიქრებს, რომ აი ეს მერკანტილისტური თქვათ რაღაცა ელემენტი ხო რომელიც მანამდე და კიდე სხვა აქციებზე შეიძლება ყოფილა აქეთ არა ეხლა აი ის ხალხი რომელიც მანამდე მიკროფონთან იდგა ეს ხალხი როგორც ხედავ არ არის ამ მიკროფონით ხელში იჯვარი უნდა გადაიწერო ხო ნუ რა ვიცი როგორც არის რა ზაზა გააგზელოს უკეთესად რა არა მაგ თემაში მე ცოტა სუბიექტური ვარ კაი გაგებით რა იმიტომ რომ აი ეს ადამიანები ხა გიავისაც გულისხმობს წლების განმავლობაში თითქოს იყვნენ ობიექტურები და თითქოს აკრიტიკებდნენ ოცნებას მაგრამ იყო ერთი ძალიან საკვანძო, მაგრამ ვერაგი დეტალი. აი იქ სადაც უნდა იყოს ნაწარმოების თუ სიტყვის თუ ბლოგის მთავარი კვანძის გახსნა, აი იქ იყო ხოლმე საკვანძო ფრაზა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც თვისებრივი ცვლილება უკეთესობისკენ. შენ იცი, ძალიან კაი ტერმინი მაგ ხალხზე? დიახ. მაგათ ეძახიან მეორე ტურის კოცებს. ანუ საქმეზე რომ მიდგა მეორე ტურში მაგაზე შემილია ვისაუბრო, ნახე ზუსტად ამას გვიყვარს, ანუ საკვანძო მომენტში, როცა აი ნუ დაპირისპირება იყო, ხო, ანუ აი რაში ჩააგდე ქვეყანა, უცებ გამოვიდო და გეტყვი ხომ არა, ეს მაინც ჯობია, აი მაინც სადღაც ჯობია და ნუ ეგ ჩვენთვის იყო სულ გაუგებარი, ანუ 2012 წლის 1 ოქტომბერი რანაირად იყო გასათქმული ნაბიჯი წინ, ანუ არაზროს აი ეს აზრი რომ აი წინ რამე გადავდით, არა, სულ მიმაჩნდა რომ მაგარი ნახტომი გავაკეთეთ უკან ყოველთვის. 2000 მეორე ტურებს ახან ახსენებ ლევან გავიხსენებ, რაც 2014 წლიდან არის ეგ რეალობა. 2014 წელს ადგილობრივი არჩევნები იყო შინაც, როდესაც ივანიშვილმა პირველ და მეორე ტურს შორის დაეჭირა გიგი უგულავა, აი ესე თავხედურად უტიფრად, რომელიც იყო მაშინ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი. სამწუხაროდ მაშინ კანდიდატმა, რომელიც ახლა ამ პარტიის ნაწილი არ არის, თქვა რომ ესე იგი გამიშვითო მეორე ტურში გადავხეო. მეორე ტურში ვერ დაიმატა 9%-იც კი, სამაგიეროდ ივანიშვილს შერჩა დემოკრატიის ფასადი, შერჩა ლეგიტიმური გამარჯვება და შერჩა პოლიტიკური დევნა. ეს გრძელდება 2014-ში ხო ეგ მოხდა. იგივე მოხდა ზუსტად 2016-ში, რადგან ივანიშვილმა დაარბია ის უბნები და მოიპარა ის უბნები, სადაც ოპოზიცია პირველივე ტური მოიგო. ზუგდიდი იყო ანაკლიაში მე მგონი, ხო? ხო, ანუ ზუგდიდი იყო მარნეული და ახალციხე. აი ეს 4 2016-ში ოპოზიციამ პირველივე ტურში მოიგო, მაგრამ ნუ იქ ზოგან დაარბიეს, ზოგან რაღაც ციხის თუ რაღაც სხვა ბიულეტენები ჩაყარეს, ის გააკეთეს რომ ხო, ოქმები გადაასწორეს, რომ პირველი ტურის შედეგებით აი 50 ქვემოთ ჩამოეწია და მეორე ტურში ჩაატარეს ტრადიციული სპეცოპერაცია. ხო და მაგის მერე მოდის ეს მეორე ტურის სპეცოპერაცია და არ მთავრდება ეს, ნუ უკეთეს შემთხვევაში მიამიტი ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ჩვენ ივანიშვილს, ანუ პუტინს არჩევნებით რაღაცას გამოგვლიჯავთ ხელიდან, ხო? ეხლა მთავარია ის მეთოდი, რომელიც ოდესღაც მათმა კუმირმა იოსებ ვისარიონოვიჩმა თქვა, რომ არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის, ხო და ადრე ქემაინც ფორმალურად იჯდა ვიღაც იმ ოთახში. ვიღაც სხვა, ვისთვისაც ზოგისთვის ფული უნდა შეეთავაზებინა, ზოგი უნდა დაეშინებინა და ასე შემდეგ, ხო და ეხა ეს სხვა ვიღაც დამკვირვებელი თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი ფორმალურადაც არ ზის იმ ოთახში. რო თქვას, რომ კი, გიყურე და სწორად დაითვალე. ეგ დათვლის ნაწილს რაც შეეხება. მეორე ასევე მინდა საზოგადოებას გავახსენო, რომ ხა სამწუხაროდ ამაზე ხშირად არ ვსაუბრობ და ბევრს არ ვსაუბრობთ, მაგრამ სულ ამბობდი მე, რომ სიები არის გაყალბებული. ანუ აი სიების დონეზე არის გაყალბება, ხო? ანუ არარსებული კორპუსები, მიწერები, უცხოეთში წასულები. თუმეტეს ამ ახალი ვერიფიკაციის აპარატით საერთოდ ვეღარ აქვს. ხო და ამ სიების ნაწილზე რა ხდებოდა ახლა გახსოვს ხო წინა არჩევნებში 27 ადამიანი იყო რეგისტრირებული ჩემს. ანუ როცა გადაამოწმებდი შენ სახში ნახავდი 3-5 ვერაძევებ. ვერა ჩაწერას უნდოდა უბრალოდ 2 მოწმე, ვიღაცა მოვიდოდა და ან 2 მოწმეც არა, ხო უბრალოდ საიდანღაც აღმოაჩენდი რომ შენ მისამართზე უცხო ხალხია ჩაწერილი. და ამის ამოწერას
ჭირდებოდა ხანგრძლივი დრო, ვადა და როგორც წესი ამას ვერ შვებოდი. ანუ ადამიანების დიდმა ნაწილმა ვერც აღმოაჩინა ეს და ვინც აღმოაჩინა ვერ შეცვალა. ეხლა მთავარი არჩევნები, ერთი წუთი არჩევნების მერე ესია უცბად დაეკიდა, აი ცესკოს საიტზე ის გრაფა, სადაც შეგეძლო ამის გადამოწმება, მრავალი თვით უბრალოდ დაიხურა და იყო ხო გაჩნდა წარწერა რომ მიმდინარეობს მონაცემთა დააპდეითება თუ რაღაც ეწერა და ეხა 1-2-3 კვირის წინ თუ რამდენიმე კვირის წინ ხელახლა ჩაირთო ხო ანუ ჩვეულებრივად ეს არის რაღაც აი უნაკლო დანაშაული რაღაცას ელექტრონულად გააყალბებ მე ამის ყვალს წაშლი და ხელახლა ატვირთავ ამას ხო თორე სხვანაირად აი ამას ახსნა არ გააჩნია რომ ვინც გადაამოწმა 10-დან 9-ს უცხო ადამიანი ყავდეს ჩაწერილი ბინაში ასეთი ბარდაკი ყოფილა ჩვენ რეესში ჩვენ სამოქალაქო რეესში ხო აი მაგაზე მინდა რა რო გითხრა ნახე 22 სექტემბერს ვიყავ იუსტიციის სახლში და იუსტიციის ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს გეუბნებიან რომ შეგიძლია მოიყვანო ორი ადამიანი და ნებისმიერ მისამართზე დარეგისტრირდე და კი მაგრამ ვეუბნები ეს ხო სიცრუე იქნება ეს ხო ტყუილი იქნება ანუ სახელმწიფო იუსტიციის სახლი უშვებს ამ ტყუილს კი უშვებს ამ ტყუილს პასუხი ეს არის მე ამოყარე რა არა ვერ ყრი ვერ ყრი ახლა წყალს სახი შებინა არა ნახე რა მოხდა 20-24-ისთვის გაქრა ეს ხალხი ეთყობა სხვაგან გადაწერეს რა ნახე ანუ არ არსებობს ესეთი სახელმწიფო ვერ იპოვით სახელმწიფო სადაც შეგიძლია ორი ცრუ მოწმე მიიყვანო და ნებისმიერ მისამართზე დარეგისტრირდე წარმოიდგინე უბრალოდ რას უშვებს ქართული ეგეც არ ვიცით ეხლა რის საფუძველზე მოხდა ეს ყუილად მიწერილი ხალხი ამ მისამართებზე არ ვიცით ხო რაღაცა მანქანებით დაარეგისტრირეს თუ ჩაწერეს იმ იმედით რომ ვიღაცეები ანუ 90% და მეტი ვერ აღმოაჩენს და ვინც აღმოაჩენს ვერ გამოასწორებს ხო და ვინც აღმოაჩენს იმას ეთქვა რომ უი შეცდომა გვაპატია შეცდომა ცხადი არანაირი შეცდომა ეს არ არის მინდა დაუბრუნდე ერთ თემას რაც თავიდან თქვი შენ აი რა განსხვავება არის ამ პროტესტსა და ანუ ამ პროტესტს კი არა ამ თარიღსა და მაგალითად პროტესტებს შორის 200-300 კაცი რო გამოდიოდა ევროპის ხარჯზე მიზნად მაშინ ყოველთვის ჰქონდა ხოლმე რომ აი მოდი გაბრაზებული ხალხის ხმა გავაგონოთ ივანიშვილს ან ვაიძულოთ ხელისუფლება და ასე შემდეგ ამის უკან იმალებოდა ის იდეოლოგია რომელიც ვახსენე ხო რომ ესე იგი ეს მაინც უკეთესობაა თვისებრივად და ჩვენ გაბრაზებული ხალხის ხმას თუ გავაგონებთ ისინი რაღაცა შეცვლიან და სინამდვილეში ესენი რუსები არიან რაც რუსეთმა 2012 წელს ეს უკანა ჩაიგდო ხელში ჩაიგდო ბედუკაძე რაფალიანცის სპეცოპერაციით და მას მერე მართავს ყველაზე უფრო სასტიკი არაადამიანური უტიფარი მეთოდებით და ეხა იმაზე ლაპარაკი რომ შენ შეიძლება ამ ხალხს კეთილსინდისერი მოწოდებით თუ ხალხის რაოდენობით თუ რაღაცაზე მსჯელობით ხალხს ანუ ხმა გააგონო და ისინი რამე შეცვლიან აპრიორი უკეთეს შემთხვევაში ძალიან მიამიტობა. ხა ხვალინდელი თარიღი იმაზე არ არის რომ იმის რამე ყობახიძეს რა უნდა გააგონო, კალაძეს რა უნდა გააგონო, ან ივანიშვილს რა უნდა გააგონო. ამ ჩვენ ქვეყანა მაგრამ რაღაც საზეიმო განწყობისთვის არ არიან მზად. ხო, ცხადია. ჩვენ ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ რა რეალობიდან. ხა 2014 რახან ახსენე, გავიხსენებ რომ 2013-14 წელი იყო, მაშინ ერთ-ერთ სტატიაში ეს რეჟიმი შევადარე ვიშის რეჟიმს. ახლა ვიშის რეჟიმი, აქ ნაწილი ისტორიკოსები ხარ და მე დანარჩენს ესე ვინც გვიყურებს ზოგს უთხრათ, ვიშის რეჟიმი იყო ოკუპირებული საფრანგეთის კოლაბორაციონისტური რეჟიმი, რომელიც იდეაში ლეგიტიმური იყო თავიდან. ხო, ანუ გერმანელებმა, ფაშისტებმა თუ ნაცისტებმა საფრანგეთის ჩრდილო ნაწილი უშუალოდ დაიპყრეს და სამხრეთი ნაწილი დაუტოვეს ვითომ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ვითომ კი არა თავიდან ლეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც საუბრობდა ზუსტად იმაზე, რაზეც საუბრობს დღევანდელი ოცნება. ოჯახური ღირებულებები, შრომა, ტრადიციები. ომი და დანარჩენ ნაწილს დაიპყრო. სხვადასხვა მათი ლიდერიც იყო ადამიანი, რომელიც წინა მსოფლიო ომში იყო მართლა პატრიოტი და საფრანგეთისთვის მეომარი გენერალი, ასეთი ვიღაც სიმბოლური იყო, ომის გმირი იყო, ხო? ხო, და ეხლა რატო ამბობ ამას? დღეს საქართველოში არის სამი საოკუპაციო რეჟიმი, არის ცხინვალის, სოხუმის და თბილისის. ხა გუშინ ზურამ დაწერა თუ გუშინ წინ თავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში როცა გაიხსენა მისი და გელახასაიას მეგობრობა თქვა რომ ყოველ ჯერზე როდესაც გელახასაიას იჭერან გალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მის დედასთან მიდიან და ეუბნებიან რომ გაჩერდეს ეს ბიჭი და პრობლემა არ ექნება ანუ სინქრონულად ხდება სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი და თბილისის საოკუპაციო რეჟიმი არიან აბსოლუტურ სინქრონში
და ყოფილა შემთხვევები, როდესაც მე მგონი წინა არჩევნებზე თუ იმის წინა არჩევნებზე იყო, აი ოცნებას რო ჭირდებოდა წინა საარჩევნოდ, უცბად ვიღაცა გაათავისუფლეს უკანონო ტყვეობიდან, ხო? ანუ სრული სინქრონია მათ შორის და შესაბამისად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხმაყი არ უნდა გავაგონოთ ამათ და კი არ უნდა შევასმინოთ ის, რაც მათ აპრიორი რასაც ვერ შეისმენენ. უნდა წავიდნენ, რაც ჭამენ. ხო, ვერ ვიტყვი რომ შეირგონ მეთქი, იმიტომ რომ ვერ შეირგებენ, მაგრამ ჩვენ ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ და არავის არაფერი არ უნდა გავაგონოთ. აი ამ თემატიკაზეც ხო, და ნახე რა ნაწილი აუცილებელია რომ ვახსენოთ. ლევან ხაბეიშვილის დაკავება ეს პრინციპული საკითხია, ბუნებრივია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ ვინმე იყო მოტორი აი ამ მასშტაბით საინფორმაციო კამპანიის წარმოების რწმენის გაღვივებით, ცალსახად ხაბე იყო და არის. მაგრამ შემადგენელი ნაწილები, ხო, ატრიბუტიკა, რითაც ეს გამოვიდა და რითაც გახდა სახელმწიფოსთვის სისტემური საფრთხე იმ დონის, რომ სხვა პატიმრებთან შედარებით არათანაბარ მოპყრობაში ყავთ და გარესამყაროს მოწყვიტეს კაც. პირველი არის, რომ მარტივად და გასაგებად ელაპარაკებოდა ქართველებს, მეორე არის, რომ პასუხისმგებლობა არის, საკითხის დაყენება არის, ქართველებს უთხრა, რომ გამოსვლადია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ეს არის მხილება გუნდის შიგნით არსებულ დაძაბულობაზე, განხეთქილებაზე, დაპირისპირებაზე. ეს გეტყვილევარ თუ შეიძლება ბოდიში რო გაწყვეტინებ, მე მგონი აი ეს სიტყვა შემოგდებულია პროპაგანდისტების მიერ, აი სიტყვა გუნდი. აი ოცნებასთან მიმართებაში დაკვირებული ვარ, რომ აი გუნდში არანაირ გუნდი არ არის, ეს არის კრიმინალური, კლანი, კარტელი, რაც გვინდა. გუნდი არა, გუნდი არის, აი გუნდი შეიძლება ვიყოთ ჩვენ რა, უბრალოდ აი ხშირად მინდა ხოლმე ამის თქმა. ვითვალისწინე. და აი ამ ბანდის შიგნით არსებული განხეთქილება. და აი ამ 4 ოქტომბრის კონტექსტში, აი მთლიანად ეს ნაწილიც რო შემოვიყვანოთ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ინფორმაცია გამოდის წყალივით, ისიც ფაქტია, რომ 26 ოქტომბრის საღამოს ივანიშვილი იყო ბევრად უფრო ჯანზე ვიდრე დღეს არის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს ფაქტობრივი მოცემულობა. ასევე ბევრად უფრო მეტი ადამიანი იყო პროპაგანდასთან მიმართებაში მოწყვლადი ვიდრე დღეს არის და დღეს ბევრად უფრო მეტი არის გამწარებული. ბევრად მეც ქონდა ეს მერკანტილის სარგებლის ჯერ კიდევ მოქმედი 26 ოქტომბერს შეგეძლო 26 ოქტომბერს ისე არ ტეხავდა ქოცობა როგორც დღეს. ანუ ახლა არათუ იმის თქმა რომ ბიზნეს ამორჩეველი ხარ. აი რომ წაგასწრონ რომ ცოტა წაიქოცებ შენ სამეგობროში, სანათესაოში, საძმაკაცოში დამთავრებული ხარ ტიპი. აი ეგ გჭირს. და აი ესეც რო ახსნათ. და მათ შორის აუცილებელია და თქვენც მინდა რომ ეს საკითხი დაფაროთ, რუსეთის სისუსტე, რომელიც 26 ოქტომბრის მერე ჩანს. და ეს ბევრ ადამიანში ეს ქვეცნობიერი შიში, რომელიც კულტივირებულია, ხო, ყოველდღიურად ქართული ოცნების მხრიდან. სომხეთის ამბავმა, აზერბაიჯანის ამბავმა, ირანზე რუსეთის ვერ მიხმარებამ, სირიის დაკარგვამ, რუმინეთში მარცხმა და რაც მთავარია, მოლდოვა, რომელიც თავსებადი მაგალითია, ხო, საქართველოსთან, ჩვენზე უარეს მდგომარეობაშია, იმიტომ რომ პროპაგანდის თვალსაზრისით უკრაინის მეზობელია, ოკუპირებული ნაწილი აქვს და ესა რა ქვია, იქ რუსული მეხუთე კოლონა არანაკლები რაოდენობით არის ვიდრე საქართველოში, ხო? მაგრამ ფაქტია, ვერაფერსაც ვერ შვებიან რუსები. აი ეს ფაქტორები რამდენად ახდენს გავლენას იმაზე, რომ 4 ოქტომბერი იყოს ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე აი ესეთი თარიღის არსებობა 6 თვის წინ იქნებოდა. ხო, ანუ ძალიან ესეთი სპექტრი არის ერთმანეთთან დაკავშირებული ყველა ამ ასე ვთქვათ დინების პირველ რიგში ხა ლევანის დაპატიმრებაზე და ცხადი არის რომ ამან გააფშიშვლა და ეს კლასიკური სქემა გამოვიდა ხო ჩვენ საზოგადოება მეტნაკლებად მაინც ისევ და ისევ თუ კონკრეტული შედეგი და კანონზომიერება 1000 ჯერ არ ნახა რეალობაში თითქოს მაინც არ გჯერა ხო ეს კლასიკური სქემა რომ თავიდან დასცინიან შემდეგ ასე ვთქვათ აკრიტიკებენ და შემდეგ უკვე სერიოზულ საფრთხეთ აიდენტიფიცირებენ ხო მე მოდის ეს გამარჯვების ფაზა ეს ყველაფერი გაიარა და ცხადი არის რის საფუძველზე ხო ანუ ამ ასეთ ხანგრძლივ ბრძოლაში ასეთ ხანგრძლივ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს შეხსენება სიტყვა ხდება სწორი რიტორიკა სწორი
აქცენტების ამოწევა გადამწყვეტი გამომდინარე იქიდან, რომ ეს ეხება мотиваციას ადამიანის, ემოციას, როდესაც სამიზნე არის პროპაგანდის და დეზინფორმაციის, რაც არ უნდა ესეთი ჯანსაღი გარსი გქონდეს, რომელიც ამას ირეკლავს, მაინც ეს ნახი ისეთი ძლიერია, რომ რაღაც მომენტში ფრუსტრაცია მოდის, დაღლილობა მოდის და ამის აპირისპიროდ ეს მკაფიო, ცხადი რიტორიკა და იმაზე ხაზგასმა, რომ ცვლილება, გამარჯვება არის თითოეული ადამიანის შიგნით ჯერ, ხო? ანუ საკუთარ თავში უნდა იპოვო რწმენაც, ძალაც, იმედიც და მოქმედების გეგმაც ყველაფერი ამის შემდეგ მოდის, ხო? აი ეს პროცესი დაიძრა. და რა თქმა უნდა, ეხა დაპატიმრება რეჟიმის მხრიდან იყო ეს პოსტფაქტუმ რეაგირება, რომ თითქოს ეს ერთი ადამიანის პრობლემაა, ხო? ამ ერთი ადამიანის გაჩუმებით და გამოკეტვით ის რაც დაიძრა, გაჩერდება, ხო? მაგალითი მოდელი უკვე შეიქმნა. ერთს დააპატიმრებ, მეორე დაიკავებს მის ადგილს და ზუსტად გამოჩნდა რას ტკივა და სად არის სუსტი და საიდან ჩამოიშლება ერთჩაგვრელი სისტემა, ყველა მომდევნო დაიკავებს და გააკეთებს ამ საქმეს, რომ შეახსენოს თანამებრძოლს, რომ გამარჯვების გასაღები არის ჩვენში, ჩვენს ძალაში, ჩვენს პრინციპულობაში, ჩვენს შეურიგებლობაში, ხო? ცხადი არის და ეხა ანუ ისევ და ისევ მუქარას და ამ ძალადობრივ და რეპრესიულ კურსის მხარეს რო უბრუნდებით, ეს არის ერთადერთი რაც დარჩა, ხო, სისტემა. სხვა რითი უნდა სცადოს სიტუაციის მართვა ან მისთვის საფრთხეების განეიტრალება, ხო? ეს არის უკვე ეს ჩაკეტილი წრე, ძალადობის მასშტაბური რეპრესიის იქეთ მათ ინსტრუმენტი აღარ დარჩათ. იმ განზომილებაში, რაზეც ვისაუბრეთ, ბევრი სხვა ინსტრუმენტი იყო, მათ შორის ეს ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, კომფორტის ზონა, იყო ეს სარგებელი, ანუ საკმაოდ მნიშვნელოვანი სეგმენტი საზოგადოების, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლობასაც ხედავდა და მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან კაფიოდ ჩანდა, რას ემსახურება ივანიშვილის ეს ბანდა და როგორ არის ის რუსეთის ინტერესების შემსრულებელი, გარკვეულწილად ჰქონდა თავისი კომფორტი, შესაბამის ფინანსებსაც იღებდა, ის კი არა, რომ უშუალოდ ივანიშვილის ჯიბიდან ფინანსდებოდა. მეტნაკლებად ეს სახელმწიფო იყო ჯერ კიდევ დასავლურ ფორმატებში, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, დაფინანსება მოედინებოდა, რომელიც წესით უნდა მოხმარებოდა კონკრეტულ მიზნებს და ქვეყნის გაჯანსაღებას და ინსტიტუტების გაძლიერებას, ილექებოდა ესეთი კლიენტურის ჯიბეებში, ვიცით ხო, ახლა ეს ქაღალდომანია, რომ რაღაცა დაერქმეოდა, რომ მეშვიდე ტალღა ჩატარდა სასამართლო რეფორმის, იქ გაძლიერდა მედეგობა, იქ არ ვიცი რუსული დეზინფორმაცია. ChatGPT-ის გენერირებული ტექსტები. ხო, ნუ ცხადია, ხო, და ამის თავარი ეს ტერმინები იცოდნენ და კარგად იყენებდნენ. გადაღებული მაგალითი. როგორ ილაპარაკო არაფერზე 20 წუთი. ხო, სტრატკომების, ხო, ანუ ბრიტანული და ევროპული სახელმწიფო, ანუ საერთაშორისო დაფინანსებით შექმნილი სტრატკომები. და ისინი. ხილვადობა გაიზარდა. ხო. თალების საკავშირო და უფლებები. რაც რუსეთის დეზინფორმაციის განეიტრალებას მოხმარებოდა ის რუსული დეზინფორმაციის გაძლიერებისთვის იყო შებრუნებული, ხო? ანუ ამისი მოსამსახურე, ასე ვთქვათ, სეგმენტი საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს და მას ამ სტატუს-კვო შერყევა არ აწყობდა და ყოველნაირ მიზეზს მოიგონებდა, რომ თავისი ლოიალური და მხარდამჭერი პოზიცია, ასე ვთქვათ, დაესაბუთა, გაემყარებინა, ხო? ეს გაქრა. ცხადი არის, როცა ამოცანა არის, რომ არაფერი დასავლური, ყველაფერი რუსული, აი ეს ჩაიხსნა. ეს სეგმენტიც უკვე აღმოჩნდა, რომ არის ნაწყენი, ღვთისანაბარა მიტოვებული, შავი ფული მათთვის საკმარისი აღარ არის უკვე, მათი უნარები და ასე ვთქვათ, ფუნქციები ასეთ სისტემას აღარ ჭირდება, თქვით, ხო? ანუ ტოტალიტარული სახელმწიფოს პერიფერიას, რომელსაც უკვე ეს პირობითი ნიშნებიც უქრება დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, არც საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ჭირდება, არც უსაფრთხოების სამსახური არ ჭირდება, არც არმია არ ჭირდება, არც ეკონომიკის რაღაცა ადგილობრივი განზომილება არ ჭირდება, ხო? ბუდიში ირაკლიან როგორი განცდა გაჯდა კონცეფტში, ყოველ შემთხვევაში ასეთ შტაბეჭდილება რჩება და ინფორმაციაც მოდის, რომ
აი თითქოს ეხლა გააცნობიერეს როგორ მართავს ივანიშვილი. ჯერ ყველანაირ დანაშაულს და ბინძურ საქმეს აკეთებინებს და ცოტა ხანი მიუშვებს. და მე უკვე აი სრულად დისკრედიტირებულ ადამიანებს მიდის და ბოდიში და პარსავს რა. და იმას აფიქსირებ ქართული ოცნების ყოფილი წევრები ვინც არიან, ან შეიძლება ქართული ოცნების არა, მაგრამ სისტემაში ნამუშევარი ხალხი სულ იმეორებს ერთი და იგივე ფრაზას, რომ მოადრო და ვიტყვით და თუ შეიცვალა და თუ გაუშვიდა მე შენთან სავარაუდოდ პროკურატურის წარმომადგენელი მოვა ისედაც გამოსაკითხად და ეს ხალხი აი ამდენი არიან გამოცლილები სულ ყველა დასაჭერად ყავს გამზადებული თქვა იმ დინარაძემ რომ კაცო არ შეწყდებაო თქვენ მე ნახეთო 4 ოქტომბრის მერე გუნდის შიგნით კორუმპირებულ ხალხს რას უზამთო ანუ აი თავისიანებს დაეწყო აი ერთი ტიპი იყო ხარმინდა იმის სახელი და გვარი გავიხსენო აი გამორჩეულად გულისამრევი იყო ივანიშვილის ქებაში, ქებადიდებაში, ესე იგი, ამას ქლესა და პირმოთნეობა არ ერქვა, ხო? რაღაც $3,000 ქრთამზე დაიჭირა, მაშინ როდესაც ეშელონები, ესე იგი, მილიონებით და ათეულობით მილიონს უყარავდა. მე ამითი იგულებოდა მხოლოდ. აი ახლა ბოლოს იყო კაცო ზარქუა, საერთოდ ზარქუა საერთოდ ახლა როგორ შეიძლება ასე მგონია რომ ოჯახში ვერ ცემენ პატივს, როგორ შეიძლება ამას ხო რაღაც საოცრებაა ხო და მაგრამ ამასაც ფული აკეთებინა და ეხლა ამას მიადგა. ანუ კაც რომელსაც უფრო აღარაფერი არ ეთქმის არავისთან. ვერ იტყვის რომ ჩაგრავენ. ვერ იტყვის რომ ჩაგრავენ, ვერ იტყვის რომ რაღაც მორალური შლეიფი მომდევს. ვერაფერს ვერ იტყვის და აი ესეთ ხალხს მიადგა. ამათი ხელით აკეთებდა ბოროტება. დააჭერინა იქიდე. ხო, იქ ხო კიდე ღმერთმა უწყვის იქ რა დამარცხეს. რამდენიმე დღე რას თქვით რომ არანაირი გუნდი ეს არის ბანდა, ეს არის კრიმინალური სინდიკატი. დაჯგუფება, მაფიის პრინციპი არის რომ ინიციაცია, ანუ მაფიაში შეყვანა არის რომ დანაშაული უნდა ჩაიდინონ და რაც კომპრომატი უნდა ეჭიროს. ხო, ეს არის გასაღები, ხო? თუ აქ ხარ ჩვენნაირი. თუ დააპირებ რომ აქედან გახვიდე, შესაბამის პასუხსაც აგებ, ხო, ჩვენი მხრიდანაც ჩვენ გაგისწორებთ ანგარიშს, თუ მუხანათური ღალატი როგორ დაწე. ანგარიშს, ანუ დამნაშავე ხარ და სხვა მოგთხოვს, ანუ სისტემა ნორმალურ ქვეყანაში, ხო? ანუ ეს მიდგომა არის და ეხლა რუსეთის ფაქტორი ახსენეთ, რომ ანუ ეს მთელი ფილოსოფია თუ შეიძლება ამას დავარქვათ, რამაც მეტნაკლებად ცოტა მდგრადობა შესძინა შარშან ნოემბერ-დეკემბერში სისტემას გვახსოვს ხო რითი აგულიანებდნენ აი ამ ვთქვათ კაცჭამია სანამშრომლო აპარატის წარმომადგენლებს რომ აი გავძლოთ თებერვლის დამდეგამდე და მე ყველაფერი დალაგდა მე ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი დრო მოვა იმიტომ რომ ბევრი რაღაცა შეიძლება და დიდი იმედები რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ამას იზამს იმას იზამს ჩვენიანია რუსეთის კაცია მოკლედ ესე რომ შევაჯამოთ რესი კულტივირებაც ხდებოდა რაც საკმაოდ ახლა ცხადია ეს არის საუბარი პრიმიტიულ რაღაცა ელემენტარულ ანაზღაურებაზე და ხელშეუხებლობაზე და ანონიმურობაზე ჩამოკიდებული ასევე დანაშაულებრივი ტერორისტული დაჯგუფება, ტიპიური კრიმინალი სადისტის ხარება იქნებოდა ეს წინამორბედი თუ გამგზელებელი მისი პირადად შეკოწიწებული ბანდა, ცხადია ხა მათგან როდესაც ამას ისმენდა, ეხა რომელი საერთაშორისო მიმოხილველი ანტონ არიან ან ისმით ან დამოუკიდებელი ან ეს გარანტიები მათ ასე ვთქვათ, რისი მოსმენაც უნდათ, იმას იგებდნენ, მაგრამ შემდეგ ეს გაქრა და საერთოდ ეხა ბევრს უკვირს, რომ აი რატო აკეთებენ ამას, რატო იქცევიან ესე ასე ვთქვათ სადისტურად, რატო იზიანებენ თავს ჩიხიდან, რატო არ გადიან, ხო, რომ აი ოპოზიციის გაუქმებას, აკრძალვას, დაპატიმრებას აანონსებენ. ეს ყველაფერი გუშინ კი არ დაიწყო, აგერ 24-ის გაზაფხულზე პირდაპირ ასე გამოაცხადა ივანიშვილი. მე-4 წელია მიშა. სხვათა შორის აი ამ კონტექსტში გაუცილებელია რა, 4 წელია მიშა უკვე მე-5 დაიწყო რაც ზის ციხეში. ზის ტყვეობაში და ნუ ეგეთი მარტივად გასაგები პოლიტიკური კონტექსტი რატო არის მიშა ციხეში მე მგონი არ არსებობს და ეს იყო ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი რომ თუ მიშას პატიმრობა გაუვიდოდა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ და ოპოზიციაში, მე მისი თვალსაზრისით აბსოლუტურად გასაგები ლოგიკა აქვს რა. მიშას ყოლა თუ შემილია ციხეში, მაშინ ნებისმიერის დაჭერა შემიძლია მე. და აი ეს სტანდარტი ცალსა ახლა კაც რომელიც ამ წუთასაც არის უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ყავს 100,000 მომხრე, აქვს უამრავი კავშირი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამის ციხეში ატანა თუ შეუულია,
აბსოლუტურად გასაგებია მე რომ ამბობს რომ 10 სამოქალაქო აქტივისტი რა პრობლემაა სხვადასხვა 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ივანიშვილმა შემოიარა საქართველოს რაღაც ბრიფინგები, ინტერვიუები ატარა სხვადასხვა ქალაქში და 16-ში და ერთი ესეთი ეპიზოდიც იყო, როდესაც ჟურნალისტს ეუნება ლაივში, რა ვქნაო კაცო, ყველა დავიჭირეო და არავინ არაფერს არ მეუნებაო. დასავლეთზე აქვს საუბარი. და აი ხა მინდა გავიხსენო ის ხალხი, ვინც გიამაც ახსენა, აი ზუსტად ის ხალხი დღეს რო სტენფორდში სად იყო ისა, იელში და სადღაც რო გამოდიან და ზოგი ვიცე-სპიკერი რო იყო და ზოგი პროდასავლელი ქოცი რო იყო, ზუსტად ამიტომ იყო, აი ივანიშვილს მაგიტომ გაზდიოდა პოლიტიკური დევნა მთელი ეს წლები. რომ აი ვიღაცეები ლეგვის ფოთლები შეგნებულად ლეგვის ფოთლები, ვინაიდან მათ ჰქონდათ კონკრეტული ხეირი. და დავალება იყო ის რომ ეს უნდა შეუნა გააправო ის რომ ივანიშვილი არის დემოკრატი და პროდასავლელი და ისინი ამას აკეთებდნენ და შედეგად არის ის რომ რა ვიცი დღეს ბევრს შია და დასავლური ისა რა ქვია აი ამ დაფინანსების მერე მაგათ ის დასავლური დაფინანსება აქვთ ზოგი უნივერსიტეტში არის სადღაც Ivy League-ში ზოგი საათ და ისევ ჩვენ ხარჯზე და ძალიან გასაბრაზებელია ეს და ეგ უნდა შეიცვალოს ვინაიდან რაღაცები არასდროს არ იცვლება კაცო ანუ დღეს ისა გუშინ იმათმა ჩაყყარეს ამ დღეში ანუ მათ გააправეს ის რომ რასაც ივანიშვილი რითიც ამაყობდა რომ ყველა დავიჭირეოდა არავინ არ მერჩისო და დღეს ისევ ლექციას გვიკითხავენ ისინი რომ აი დღესაც სწორი არის 2013 თებერვალში არისო ძალადობა ქუჩაში ხალხი არცემეს დასხლიანებული დეპუტატები არ გახსოვთ ბიბლიოთეკასთან არისო ეგრე ბიბლიოთეკასთან და პრეზიდენტის სასახლესთან მაგალითად ჩემს ძმას ნაჯახი ესროლეს პრეზიდენტის სასახლესთან და საბურავები ის იყო და ასე შემდეგ ანუ მაშინ არაფერი არისო ვინ აკეთებდა ამას ის ხალხი ვინც იქ მაშინ იყო მოკალათებული რა დღესაც იღებს რაღაცეებს და ოღონდ ახლა დღეს აგერ ზოგი გამოდის და კონგრესში იძლევა იმას რა ქვია ტესტიმონი ჩვენებას ეგრე არ არის ხდება ანუ ჭეშმარიტება სანამ 1000-ჯერ არ ნახავს საკუთარი თვალით რომ მანამდე არ აღიარება მას ხო ანუ ეს ყველაფერი ძალიან გავს რას ახასიათებდა ტოტალიტარიზმის ხერხთან ნაწილს რომელიც თვითონ სისტემის წარმომადგენლები იყვნენ და მე თვითონვე ამ სისტემის შიდაწმენდა შეეწირნენ ხო ანუ დიდი ხანია ხა ამ თემატიკაზე მუშაობთ და ეს ჩემი დასკვნა კი არის თვითონ რესპონდენტს უთქვამს რომლის ფონი არის ესეთი რეპრესირებული ოჯახიდან არის რომ ყოველთვის მაკვირვებდა ნაწილის ჩვენი ბედის ადამიანების ოჯახების შვილების ოღონდ იმ ნაწილის რომლებიც სისტემის პარტიის წარმომადგენლები ბიუროკრატიის და ნომენკლატურის ხალხი იყვნენ რომლებიც მე სტალინური წმენდის ხერხი გახდნენ იმათი შთამომავლების ნაწილისთვის როგორი ახმა ჩამოყალიბდაო რომ ეს სისტემა უსამართლო იყო კონკრეტულად მათ кейსში, კონკრეტულად მათ მიმართ. ანუ იქ კონკრეტულად გამოვლინდას, რომ დანარჩენზე არ ქონდათ არანაირი რეფლექსია. თითქოს სხვა ყველაფერი, რაც მათ არ ეხებოდათ, ეს არ იყო, ასე ვთქვათ, დანაშაული და ეს არ იყო ესეთი უსამართლობა, ხო? ერთი და მეორე, ახლა რა ვიცი, მე სკოლაში ვიყავი, როცა პირველად წავიკითხე და ახლა რა ვიცი, საყოველთაო უკვე მსოფლიო კულტურული კოდის ნაწილია, ეს ნაციზმის მსხვერპლი გერმანელი პასტორის წინადადება ნიმიოლერის რო პირველად მიადგნენ კომუნისტებს, მერე ასე შემდეგ, მერე ებრაელებს და არა ხმარობ არც ერთი არ უყვე, ბოლოს მე რომ მომადგნენ, აღარავინ აღარ იყო ჩემი დამცველი. ხო, ეს ყველაფერი ჩვენს გავიარეთ, ცხადი არის და ანუ ამაზე ვსაუბრობთ ეხლა, რომ სადღაც ეს უნდა გაჩერდეს, ხო? და ცხადი არის, რომ ცვლილების მერე ყველაფრის მიმართ კრიტიკული და ესეთი სამართლიანი რეფლექსია უნდა გქონდეს. უბრალოდ ეხლა რა პროცესის მიდის, აქ არის კიდე მომდევნო შრეები ამ შიდაწმენდის და განსხვავება არის ის და რუსეთის ფაქტორი ვახსენეთ და აუცილებელი არის ეს თქვათ რომ ანუ ის სცენარი რითაც ივანიშვილი მოქმედებს დღემდე და ეს სისტემა და რაც დაანონსა აპრილში თუ ზუსტად მახსოვს 24 წლის აპრილში არის დაწერილი და განგარიშებული იმ რეალობებიდან გამომდინარე რაც მაშინ იდგა ხო ანუ ამის შესრულებას რომ ფაქტობრივად დიქტატურა ტოტალიტარიზმი დაამყარო აქ ყველა დაიჭირო ყველა გააჩუმო გაყარო ქვეყნიდან ესეც პირდაპირ თქვა ხო ანუ ეს ზაზა შათერიშვილის მუქარა რომ შათერიშვილი შემთხვევაში არის ბიძინას სპირით და ბიძინაც ლაპარაკობს რუსეთის პირით ხო და შორის ბოდიში გაგაწყვეტინებ შათერიშვილის ეპიზოდი ძალიან ნიშანდობლივია ხვალინდელი დღის თვალსაზრისითაც იმიტომ რომ მაგის თქმას რომ იწყებდა
სხვაგან იწყებდა და სხვაგან უნდა დაემთავრებინა. თქვა რომ აიო წინა ხელისუფლების დროსო, ჩემ გარშემო თუ ჩემ სადარბაზოშიო, იქო და ის დაჭერილი იყო, ის დაჭერილი იყო და აი იგზნობოდაო, რომ ძალიან ცუდი ამბავი ხდება ქვეყანაშიო და ეხლაც აი ის მიდისო, ეს წავიდა და ნუ ლოგიკური დასკვნა არის რომ ეხლაც იგზნობა რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებაო, მაგრამ უცბად მიხვდა რომ ასრიალდა და შემოტრიალდა ბოლო მომენტში და თქვა რომ უნდა წახვიდეთო. ტემუდან გამოწერილი დუგინია. მე მგონი ახლა ჩვენი ტემუს დუგინია. ეს რაც შათიშვილი დუგინი რა არის და ტემუდან გამოწერილი დუგინი რა იქ. კიდე გაახმოვანა ეს თვითონ ბიზნესს აქვს ნათქვამი ლალიაშვილთან რო იჯდა ეთერში და ორუელის 84 წიგნს. ბილეთებს იყიდით უნგრეთში საქართველოს ელჩი არის ტიპი ესე. ხო და აგერ ევროპაში იაფ სამუშაოზე წადით იაფი ფრენები არის უვიზო არის წადით დაცალეთ ეს ქვეყანა ხო ეს არის და ხა ეს ბიზნეს ფილოსოფიაში ჯდება რა თქმა უნდა ეს პატარა სოფელი არის და საქართველო კი რაღაცა ორღობი არის სადაც თვითონ გაიზარდა და იმის იქეთ არაფერი არ იცის და არ წარმოუდგენია ასე ვთქვათ არსებითად ხო ეს არის რუსული საუკუნეების გეგმა საქართველო ქართველების სამოქალაქო გაგებით ხო ამ ქვეყნის მოსახლეობის გარეშე უნდა გაიწმინდოს ეს სივრცე უნდა აითვისოს მერე რუსმა ანუ და რაც მიდის ისედაც ხო 100.000 რუსი არის აქ დამკვიდრებული ბიზნეს აკეთებს კიდე ჩამოყავს ხალხი ფულის ნაკადებს ამისამართებს სამშობლოში და ასე შემდეგ უბრალოდ ამისი იდეალური და უკეთესი პირობები იყო 24 წლამდე და 22 წლამდე განსაკუთრებით და ის გეგმა რომ აი ეს ძალიან რბილად და კომფორტულად ჩამთავრდება უკვე გასული წლიდან და მიმდინარე წლის განმავლობაში აღარ არის ხო ვიცით რომ რუსეთის მდგომარეობა ფრონტზე როგორი არის საერთაშორისო გლობალური სურათი იცვლება სანქციები მკაცრდება ახლა საუბარი არის საერთოდ ნავთობის ინფრასტრუქტურის სრულ მოსპობაზე და იზოლაციაზე ყველას ჩახსნაზე ვინც რუსული ნავთობის მოხმარებით ისევ მის ომის მანქანას ირიბად თუ პირდაპირ აფინანსებდა შორს დარტყმებზე უკრაინის მხრიდან ბევრ სხვა ასე ვთქვათ ფაქტორებზე ხედავთ რომ როგორი კრიზისის ზღვარზეა რუსეთი ეს ჩვენი დასკვნა არ არის თვითონ პირწავარდნილი რუსი ჭალებში პატრიოტი პროპაგანდისტები და გენოციდური ომის იდეოლოგები მოთქვამენ და ტირიან რომ აი 17 წელს რომ ასე ვთქვათ შეირყა და ჩამოიშალა ომის და კრიზისის და ამ ასე ვთქვათ გამოფიტვის გამო იმ ზღვარზეა ქვეყანა და ეკონომიკას პატრონი აღარ ყავს ამის ფონზე მისი ერთ-ერთი საცეცი ივანიშვილი გვეუბნება რომ აქ დაამყარებს ისეთ დიქტატურას და ისეთ სრულ კონტროლს როგორც იყო 30-იან წლებში ან რა ვიცი უკვე კონსოლიდირებული სტალინიზმის და 50-იანი წლების პირობებში რომ ეს ქვეყანა ჩაკეტილია ყველა გაყარეს ვინც ხმა მოეყოლა დააპატიმრეს ქონებები ჩამოართვეს ცემეს აწამეს და ასე შემდეგ. ამის სამოგიეროდ რას ხედავთ რომ სურვილი ეს არის, რიტორიკა ეს არის, თუმცა ხედავთ რას რომ რუსეთი სუსტდება, ფინანსები შემოკლდა, შეიკვეცა, აქ საგარეო იზოლაციის გამო ის ნაკადები რაც თქვით ხო, რომ სტატუს კვოს პირობებში მაინც მოედინებოდა და მაინც კვებავდა რეჟიმის ლოიალობას და ასე ვთქვათ კომფორტს უქმნიდა გარკვეულ საქმეებს ეს გაქრა ქონებები გაეყინათ სანქციები არის და დარჩათ რა რომ ეხლა უკვე უნდა გამოწურონ უკან მოატანინონ ყველა საშუალო და ქვედა რანგის მაფიოზებს და ბანდიტებს რომლებმაც 13 წელი ჩვენს ხარჯზე თავის სხეულის ჭამა დაიწყო ხო ფული აკეთა ეს უნდა აიქაჩოს ზემოთ კანიბალიზმი ხო რისთვის რომ ისევ გამოყვებონ ვინ სადამსჯელო რაზმები ნოტარიუსები, ეგრეთ წოდებული მოსამართლეები, რომ ეს მაინც მანქანა ამუშაონ, რომ ის დაიჭირე ის იმას ამდენი წელი მიაწერე და პროპაგანდა. და ცხადია ხო, ეს პროპაგანდა ისევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ატრიბუტი არის და აი ეს იმედი და რუხაძის, ასე ვთქვათ, აქაც პირდაპირ გამოძიება იყო, რომ პირდაპირ ბიზნა აძლევს ფულს, ანუ მგონი რუხაძეც აღარ აძლევს, პირდაპირ ბიზნა ასხამს. ჩვეულებრივ დოტაციაზე ზის ცხადია ხა პროპაგანდა როდის იყო რომ რეკლამით რუსთავიორ 100 მილიონზე მეტია ყვალი სატყუილ სატყუილა რომ ეგრეთ თავისი ფასი გამოდის კობახიძე იქნება თუ კოლექტიური ივანიშვილი თუ დუგინის ჩინური ასე ვთქვათ იაფასიანი ვერსია და გვემუქრება რომ რაღაცა ისეც გააკეთებს რაც აქამდე არ გაუკეთებიათ იმის ფონზე რომ იმ ჯანზე ფაქტი აღარ არიან როგორ ჯანზეც იყვნენ შარშან ამ დროს
ლეგიტიმურები იყვნენ, აი ამ რეალობებიდან გამომდინარე, ხელს ართმევდნენ ჯერ კიდევ რამდენი პუნქტიანი პირობა იყო, 12 პუნქტიანი, 9-ზე ჩამოვიდა. რომლის შესრულებასაც ალბათ 2 კვირა დაჭირდებოდა რამდენიმე ეს დონეზე რა, ანუ წეღანას ხე საერთოდ რო არაფერი არ გაეკეთებინათ საპასუხოდ, მაინც თვალს დახუჭავდა ევროპა. კი, ანუ აი ამ განზომილებიდან მოვიდნენ აქ, ანუ ისევ მართლა ჩინური თემუ ხარისხის დიქტატურამდე რომ აი უნდა რომ გამოჩნდეს რომ არის ფაქტობრივად რეინკარნირებული სტალინი, ოღონდ არც შინაგანი ჯარები და ჩეკისტები არ ყავს იმ რაოდენობით და არც გულაგი არა აქვს და არც ესე ვთქვათ კოლექტივში იძულებით არ ამუშავებენ ყველა სოფლის მოსახლე იქნება თუ ქალაქში იძულებით ფაქტობრივად ქარხანაში არ აყავთ დაბმული ეს ადამიანები რომ აქედან ეს რესურსები ამოქაჯონ. აქვთ მარტო მოპარული ფული, რომელიც მოპარული იყო, იმიტომ რომ ამ ქურდობაზე იდგა მათი ბანდის წევრების ლოიალურობა, ჭამდა პრივილეგირებული ვარ და ვიცავ რეჟიმს, ეხლა ეს საჭმელიც წაართვეს და ეუბნებიან რომ მარტო ერთგულება და მარტო რაღაც იდეის გამო უნდა დაიცვა ბიზინა. რახან სახსენე ხო, სტალინის სახსენე და ეგ მეორე მსოფლიო ომის თემატიკა ერთი-ორჯერ შემოვიდა საუბარში, უბრალოდ რა გავიხსენოთ, ეს რუსეთის ომი უკრაინაში უკვე თითქმის 4 წელია გრძელდება. თითქმის იმდენივე, რამდენიც გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის ნაცისტური გერმანიის ომი. იმ 4 წელიწადში, არასრულ 4 წელიწადში გერმანელებმა 5-6 თვეში მოსკოვამდე იარეს და მივიდნენ და მერე დანარჩენი 3 წელიწადნახევარი დაჭირდა ის, რომ უკვე რუსები გავიდნენ შუა ევროპაში, ხო? რატო ამბობ ამას? დღევანდელი ეს ჩიაკაცი, ეს პუტინი, რომელიც თავს ახალ სტალინად წარმოვიდგენს, 4 წელი, ანუ იგივე ვადის განმავლობაში ცდილობს რომ უკრაინაში რაღაც აი სოფელი აიღოს, იქ დასახლება და კვანძი გადაკეტოს, სადღაც დრონები მიუქციოს და ვერაფერს ვერ აკეთებს და კი ბატონო ტრამპის პრეზიდენტობის პირველი რამდენიმე კვირა თუ თვე საკმაოდ არაერთგვაროვანი იყო ამ მიმართულებით, საბედნიეროდ შეიცვალა. ეხლა რასაც ამბობს ბოლოხანები არის ძალიან თანმიმდევრული, ძალიან მწყობრი, მისასალმებელი, როგორც ნავთობის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე იმ დამოკიდებულების თვალსაზრისით, რასაც ავლენს რუსეთის მიმართ, ხო? დაიბარა იქ თავისი გენერლები, მთელი სამხედრო ელიტა და მათ თვალწინ პუტინს უწოდა ქაღალდის ვეფხვი. და იმა კითხვას უჩვენო დათვი ვარ თუ ვეფხვი არა ვარ თუ, მაგრამ ჩანს ხო რაც არიან, იმიტომ რომ ქაღალდის არ ვარ. ძალიან კარგი შედარება ასე ვთქვათ გამოვიდა, რომ აი ლოკოკიტას რო დაეწყო ცოცვა 2022 თებერვალში, მე მგონი გასული იქნებოდა უკვე, რა ვიცი, უნგრეთის საზღვარზე, ან რუმინეთის ამდენი ხნის განმავლობაში. და ეხლა რუსეთზე რო ვლაპარაკობთ, რატო არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხლა ივანიშვილი და რუსეთი განუყოფელია ერთმანეთისგან. ივანიშვილი არ არსებობს რუსეთის გარეშე. ივანიშვილი ადრე რუსეთის ზურგით მოქმედებდა და ეხა უშუალოდ ბოლო 3 წელია თუ მეტი უშუალოდ რუსეთია, ხო? დარწმუნებული ვარ და ჩვენ ვიცით და ინფორმაციაც არსებობს და გამოძიებებს, რომ აქ არიან ის ჯგუფები, რომლებიც როგორც პროპაგანდისტულ მესეჯებს გენერირებენ, ასევე ამ ძალადობრივ თემატიკას კურირებენ. მაგრამ ეს რუსეთი საქართველოში პროპაგანდისტულ ნაწილში დგას ძლიერების და უძლეველობის აღქმაზე. კიდევ ერთხელ უბრალოდ რომ მიმოვიხედოთ რეგიონში, სირია დაკარგეს სამარცხვინოდ და საბოლოოდ. სომხეთი, რომელიც საქართველოს ორჯერ პატარაა ტერიტორიით და სამხედრო ბაზები მნიშვნელოვნად პატარაა, სადაც სამხედრო ბაზა დგას, რომელსაც არა მხოლოდ რთული გეოპოლიტიკური ვითარება აქვს, არამედ ორი ისტორიული მტერი, რომელთანაც ახლა ალაგებს, მაგრამ ისტორიული მტერი ახავს, რომ აქეთ აზერბაიჯანი, იქით თურქეთი და აი ეს სომხეთი, რომელიც თითქოს ყველაფრით გამოჭერილი ყავდა, ეს სომხეთი დაკარგა. მოლდოვა დაკარგა არაერთი მცდელობის მიუხედავად და იქაც აზერბაიჯანის საერთო რომ ომი თუ გინდა მოდი ყარაბაღი იყო რითიც მძევლად ყავდა მთელი რეგიონი და განსაკუთრებით აზერბაიჯანი და არმენია და ყარაბაღის თემა დაუმთავრდა რა. რუმინეთი სადაც შეეცადა და ჩარევას და ვერაფერს ვერ გახდა ორჯერ. ანუ ეს რუსეთი აღმოჩნდა რომ არაფერი არ არის, ხო? რუსეთი იყო აღქმა, ერთგვარი შიში და დასავლეთმა ეს შიში გადალახა. ჩვენ ხედავთ ტრამპი რას ამბობს, ჩვენ ხედავთ მერცი რას ამბობს და დიდი ბრიტანეთი რას ამბობს. ანუ დასავლეთს ერთადერთი რაც აკლდა იყო დიაგნოზი, იმიტომ რომ აქამდე სულ საუბარი იყო რესურსების შედარებაზე, ხო? აი რუსეთს რისი რესურსი აქვს და ჩვენ რისი რესურსი გვაქვს, მაგრამ ძალაუფლების პროექცირება არ ხდება რესურსები, ძალაუფლების პროექცირება ხდება ამ რესურსების გამოყენების ნებით. რუსეთს ის რაღაც პატარა რაც ხონდა, იმას იყენებდა.
და დასავლეთი კიდე რომელიც აი ესე რაღაცნაირ ხამანწკებში და შარდონეში იყო ასე ვთქვათ ჩაფლული და კაი ცხოვრებაში და ასე ვთქვათ ინტერნეტს სოციალურ უფლებად განიხილავდა თუ free wifi-ის ხო და ასე შემდეგ აი ამაზე აღარ მოდიოდა რაღაცეებს თვალს პოლიტიკის მთავარი საკითხი იყო მწვანე მიმართულება ნაკლები ნახშირბადი და ასე შემდეგ. ხო, რუსეთი ამას აჭრიდა რომ მე კი კაცი ჭამია ვარ რუსეთი იძახდა, მაგრამ ნუ აი სამაგიერო ჩვენ მოკავშირეები ვართ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. მე კი კაცი ჭამია ვარ იქ ჩეჩნეთში გენოციდი მოვაწყო, მაგრამ ჩვენ საერთაშორისო ტერორიზმის ნაწილში მოკავშირეები როგორ არის მოკავშირე? ეს არის თავარი მიზეზი, ხო? შეთანხმება გააფორმა რუსეთმა და ბურკინა-ფასომ. ბურკინა-ფასოში ეს ვაგნერის ჯგუფი მუშაობს და ბურკინა-ფასოსთან გააფორმეს შეთანხმება კოსმოსში იარაღის გავრცელებლობას რუსეთმა და ბურკინა-ფასომ და არ გაგონ ერთ აი ვის ხდება კობახიძე და ბოჭორიშვილი ვის ხდებიან აუ კობახიძე კობახიძეს ახლა დანანებით ვთქვამს რომ იქ ყველა წესერად მომესალმაო დანიაში უბრალოდ მერცმაო სალამის მეტი არაფერი არ მითხრავს. ანუ ის რა გონია რომ ის გვერდზე ეჯდა. ოღონდ იმიტომ ეჯდა რომ სიით გვიწევს. ჩვენც აქტიურად გერმანი და ფრანს მაგიტომ ზისი. კი, ჩვენც აქტიურად ვიმუშავეთ, მათ შორის ჩვენს გერმანელ კოლეგებთანაც ბოლოს და ის რომ რაიმე სახის შანსი ქართულ ოცნებას კონდეს ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის არის 0. ეს არის ამ ხალხის დამსახურება ქუჩაში ვინც დგას და ხშირად ვიღაცები არიან იტყვიან რომ დასეირნობთ მან სალონის ოპოზიციონერები გამოვიდნენ ერთხელ მე ეგენი არ მინახავს იმის რობოკოპების წინ არასდროს არ მინახავს ეგენი დასველებული და ნაცემი სალონის ისინი რა ქვია სალონის ოპოზიციონერები დავიღალე რა და სხვათა შორის აი ამაზე მინდა თქვენი პასუხი ორივეს მოსაზრება მაინტერესებს ზუსტად აი სალონური ოპოზიცია იქნება თუ ეს ნაკოცარი ექსპერტული ჯგუფები თუ ასე შემდეგ რაც არის უმეტესად 4 ოქტომბერზე ყველა გეტყვის რომ ხო ძალიან ბევრი ხალხი იქნება ხო გაბრაზებულია საქართველო მაგრამ ვინ იღებს პასუხისმგებლობას ეს არის რაღაც გონიათ რომ ახსოვს მანამდე რა ქონდა გეგმა რა არის რა გეგმა პოლიტიკური პატიმრები ყავს პოლიტიკური პატიმრების გამოშვება ორივეს პასუხი მინდა გაყალბებული არჩევნებია რას კიდე გეგმა პასუხისმგებლობა 23 წლის მარტის რუსული კანონის პირველი შემოგორების პერიოდი არის ჯერ კიდევ შედარებით პატარა აქციებია პარლამენტის უკან, აი სკვერში და კიბეებთან და მახსოვს ესეთი ეპიზოდი, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა, რომელიც აქტიურად არის ამ პროტესტში ყოველდღე იქ არიან, ბევრი მოდის მიდის, აი გვერდით ძველი შენობა რო არის, ანუ ამ სკვერსსა და პარლამენტს შორის იქ კედელზე დაწერა დიდად რევოლუცია. და რეაქციები აი რუსული კანონის გასაპროტესტებად მოსული აჯანყებული ხალხს ეს როგორ შეიძლება ანუ სიტყვა რევოლუციის როგორი შიში იყო კი არა კანონი არ მოგწონს ანუ რევოლუცია ვიღაცამ კედელზე და ის ეს კანონი უკან რო გაიტანეს მერე რა მოხდა გახსოვს მერე რა ეხლა ეს ჩავიბაროთ ეხლა ეს გამარჯვება და დავიფორმოთ ანუ მაშინ როცა მორალური უპირატესობა ჩვენსკენ იყო მაშინ როდესაც სიმრავლე ჩვენსკენ იყო როდესაც ვეღარ უძლებდა ვერაფერს ვინ დაგშალა ხო და ეგ ხალხი აღარ არის 4 ოქტომბრის ლიდერშიპში და ეგ მასწავლებს იმედს 4 ოქტომბერს აქციაზე ვინც მოდის იმ ადამიანებთან დაკავშირებით რო ვთქვათ ამას მე ღიად ვამბობ რომ არავითარი კოლექტიური პასუხისმგებლობა არ არსებობს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზეზე რო შეაბიჯებ იქ არავინ არ მოდის თუნდაც არჩევნების დასაცავად, თუნდაც იმისთვის, რომ 76 მანდატი შეხვდება, თუნდაც იმისთვის, რომ ვიწრო პარტიული ინტერესი იყოს, ახლა კაცს რო გეუბნებიან და ამის წინაშე რო ხარ 400 ხალი არის ნაცემი და უფრო მეც კიდე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აქვს, ციხეები რო არის პოლიტპატიმრებიც პოლიტპატიმრებით არის სავსე, ქვეყნიდან რო გაგდებენ, გიორგი ანწუხელიძის გმირობაზე რო ქილიკით საუბრობენ, ქართულ სამხედროებს
მოროდიორებს რო ეძახიან, ჩემი დაძახებაც არ უნდა დაგჭირდეს, ისე უნდა გახვიდე იმ ოქტომბერს. საქვეყნის დაქუცმაცებას რო აპირებენ, აფხაზეთის აღიარებას რო აპირებენ, ყოველ დღე რო ადამიანს იჭერენ და ხვალ რო შენც მოგადგენ, რისთვის უნდა გახვიდე? და სხვათა შორის აი ეს მინდა და ორივემ რომ მითხრათ და მე ირაკლიმოს დაამატოს. ეს კოდს ექსპერტები, ეს მუდამ მართალი ხალხი რო არის. მაშინაც მართალი რო იყო, ახლაც მართალი როა და რა სცენარიც არ უნდა დაждდეს, მაინც მართლები რო იქნებიან რა. ესენი რაღაც ანგელოზების დასი, რომელიც ტელევიზიებში ხშირად ხვდება ხოლმე. აი ეს ხალხი და ის ოპოზიციაც, რომელიც შევიდა ამ რუსულ სპეცოპერაციაში, გვეუბნება, რომ აი ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მეორე ტურში გავალთ და ვიბრძოლებთ და ჯერ ბრძოლას ასე ეძახიან, იმაში რა ქვია, კარების ურდულში იმისი რა ქვია, ფლაერის გარჭობა თუ ბრძოლა არის და გელახასაია თუ ბრძოლით არ იყო დაკავებული, არ ვიცი. და აქ ადამიანები არიან, რომლებსაც ხვალ გაუთენდებათ, არ გაუთენდებათ, ციხეში გაუთენდებათ, დაყადაღებული ანგარიში დახვდებათ თუ რა დახვდებათ, არავინ არ იცის და ბრძოლაში ეს ფლანგი არის შესული და აი და გეუბნებიან, რომ ვინ იღებს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბერზე, ჩვენ არ ვიცით რა გეგმაა. გეგონება ახლა თვითონ გრაგნილებით უდევს, გინდა გეგმა და გინდა რამეზე ცხოვრებაში პასუხისმგებლობა ქონდა. მაგალითად, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ 4-ში არაფერი რო არ იყოს, ღმერთმა დაიფაროს და არაფერი, აი ეს ხალხი რაზე იღებს პასუხისმგებლობას? აი ამ 300 დღეზე რამე პასუხისმგებლობა? მაგათ მოსაზრებას ანგარიში უნდა გაეწევათ. იმიტომ რომ ამ ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს დაამხო საქართველოს სახელმწიფო. 13 წლის განმავლობაში უყურებ რა საკეთებენ. რატო ითვლება რომ ეს ხალხი უფრო ჭკვიანია ვიდრე ზაზა ბიბილაშვილი ან ირაკლი ხვადაგიანი ან ლევან სანიკიძე? იმიტომ ითვლება რომ მაშინაც არა, იცი რატო ითვლება? სათავეში ნამუს გადააბიჯონ და აქედან და იქიდან ფული მიიღონ და გონიათ რომ ამიტომ მარტო ეგეც არ არის. მე სხვა მიმართულებით წავიყვან და ერთ ჩემთვის და ირაკლი ეს მიმართულებაც არის. ძვირფასი სიტყვა მინდა ვახსენო, ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა როგორც საზოგადოების, ეს არის ჩვენი მოკლე მეხსიერება. არა, ეხლა ჩვენ სხვა იმაში წავიდეთ. ჩვენს მოკლე მეხსიერებაზე ახდენს კაპიტალიზებას რუსი. ამ შემთხვევაში მე ამ ადამიანებთან როგორ არა მაქვს პრეტენზია პირადად დაუშვათ როგორც მოქალაქეს მათ რაღაც მორალთან თუ პოზიციასთან დაკავშირებით, მაგრამ მათ მიმართ ნაკლები პრეტენზია მაქვს ვიდრე მათ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ აცოცხლებს. შენ ახსენე რომ სუმედიაში არიან, ხო? ჩვენ ვართ საინფორმაციო ომში. მედია ამ ომში არის მთავარი იარაღი. როდესაც შენ ამ იარაღს იყენებს საკუთარი პოზიციის დასასუსტებლად, ამას უნდა გქონდეს ახსნა. როდესაც ჩვენს მხარეს ყოფ კრიტიკულ მედიაში ჩანან ადამიანები, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ პოზიციებს ასუსტებენ, ან საკვანძო მომენტში გამოდიან და გეუბნებიან ისეთ რაღაცას, რომელიც ემსახურება რუსულ და ქოცურ ინტერესებს, მაშინ ჩნდება კითხვა, ეს ადამიანები რატომ არიან სუეთერში? მე ეს კითხვა დამისვამს და ყოველთვის ვცდილობენ და არა მხოლოდ მე და ბევრ ჩვენს და უსვამს ეს კითხვა და დიჯიტალური მედიის თვალსაზრისით, სადაც რეიტინგები უკეთესად ჩანს, ვინ არის პოპულარული სპიკერი. აი 200 ნახვა. 300 ნახვა ამ ხალხს. ანუ რო თქვა რომ რეიტინგულია და აი უყურებს თელიერი, კიდე გავიგებ მოსაზრებას, რომ აი ეს ხალხი რატოა გამომჯდარი. არა, ეს ამ ადამიანების 90%, 99% არა, იწვევს კეთილსინდისიერი მოქალაქეების მხრიდან ამ ტელევიზიების მიმართ აგრესიას. მათი რეიტინგის კლებას ვინაიდან რთავენ ადამიანები, ახლა რა ვიცი, ყველა საუბრობს, ზოგი მწერს, ზოგი რა ვიცი, ჩართავდა არის სულ მეორადი კონცები, რომლებიც საკვანძო მომენტში გეტყვენ იმას, რასაც შენ ამბობ. ხო, გეტყვენ რომ ვინ იღებს პასუხისმგებლობას. გეგმა რა არის? ან პატა ზაქარიაშვილივით გეტყვის, რომ ესე რა ქვია, ხო, მე გუშინ პუტინი მტერი არისო და დღეს არჩევნებით უნდა გამოგვიჯო. რომ ხართეძოზე წამოწნენ ისინი, ვინც ციხეში არიან. ხო, ანუ აბსურდია და ანუ კითხვა ის მე მგონია რომ თუ deep state არსებობს ჭყალებს, ხო, deep state რას ნიშნავს? deep state არსებობს რაღაც უხილავ ხელს, ხო, რაღაც აი ჩამყაყებულ, ჩაბეტონებულ სისტემას, რომელსაც ვერ ცვლი. მე მილაპარაკია ამაზე, ოპერატორიდან დაწყებული კარისკაცი, ოპერატორი, ჟურნალისტი, პროდიუსერი, მედია მენეჯერი და ყველა გეტყვის რომ კი მართალი ხარ. მაგრამ ეს არ იცვლება. და ვიმეორებ, ეს არ არის უბრალოდ გაფლანგული რესურსი, ეს არის საკუთარ ფეხში გასროლა. როდესაც საკუთარ პოზიციას
ასუსტებ, ხო? და ლევან დაუბრუნდები შენ რას თქვი, საკვანძოდ მნიშვნელოვანია, შეიძლება მანდ არსებობდეს ასე მორალურად ხეიბარი, მაგრამ პრაგმატული პასუხი, რომ იცი რა, არც მე არ მომწონს, მაგრამ ამ ადამიანს მოაქვს ფული, ამ ადამიანს მოყვება ამურჩეველი, ამ ადამიანს მოაქვს რეიტინგი, ამ ადამიანს რაღაც აქვს კონტაქტები, მაგალითად სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ვიღებ მაგ არგუმენტს. მაგრამ როცა არაფერი არ მოაქვს ამ ადამიანს საკუთარი ამომრჩევლის და საპროტესტო ელექტორატის ქართველების გაუცხოების გარდა, მაშინ გაუგებარია მათი გაუთავებელი ტრიალი. გაუგებარია და გაუგებარს გარდა არის დამაზიანებელი, თორე გაუგებარი კონტრპროდუქტიულია. პროცესს აზიანებს. ირაკლი შენც რა შეავსო ეს ამბავი? ხო, ძალიან რთულია კიდე დამატებით რაიმე ითქვას, გაუგებარი არის თუ იმ პოზიციიდან გამოვდივართ, რომ გჯერა რომ ეს ადამიანები ამ სწორ მხარეს არიან და ამ საქმეს ემსახურებიან და არა საკუთარ პრაგმატულ ინტერესს და ეს პრაგმატულიც მიდის პრაგმატული როგორ, ხო? გაუგებარი მედიის კუთხით ვამბობ და არა მათი კუთხით. მათი მხრიდან გასაგებია. ხო, მედია ამ შემთხვევაში მედიის ფლობელს და ვის დაკვეთასაც ასრულებს. ხო, ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ მედიაზე, რომელიც ამ პირობებში ისეთ რეპრესიებში არიან. ეგ ერთი დიქტატურის კონსოლიდაციის ფარგლებში ყველა რომელიც ამ ვერტიკალის გარეთ არის ცხადია არის ბაზისის ნაწილი რომ ჯერ კიდევ სიტყვის თავისუფლება არსებობს. ოღონდ ეხა სუპერდემოკრატიული სტანდარტით და ნორმალური განვითარებული კლასიკური დემოკრატიის სტანდარტით თავისუფალი მედია კიდე სხვა არის, რომელიც არ ემსახურება ვიღაცის კონკრეტულ ვიწრო ინტერესს და აქვს თავისი მდგრადობა, იგივე საკუთარი შემოსავალი, ან უფრო მაღალი სტანდარტი არის, რომ თითოეული მოქალაქის ჯიბიდან ფინანსდება და ეფექტიანად ადმინისტრირდება, რომ პოლიტიკური გავლენა არ ქონდეს რომელიმე მმართველი ჯგუფის. ხო, ეს კიდე სხვა საკითხია, ამიტომ ამბობ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ხედავთ, რომ სისტემატიურად ესეთი ტენდენცია, ცხადი არის, რომ იმის უკან საკმაოდ კაფეში შეგვიძლია ამოვიცნოთ, რატო ხდება ეს და რა ინტერესს ემსახურება. იგივე ახლა ამ ბოლო ხანებში, რაც თვალშისაცემი არის, იგივე ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაზე როდესაც საუბრობთ, ხო, ცხადია, რომ არის ნაწილი სეგმენტი მოქალაქეებს, რომელსაც ისმის, რომ ეს არის ფარსი, აქ არ შეიძლება რაღაცის მოლოდინი გქონდეს, უბრალოდ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა იმაზე, რომ არ მივიდეს თუ მივიდეს და გადახაზოს, ხო, რატო? იმიტომ რომ ის არხები, რომელიც წესით სისტემას უნდა უპირისპირდებოდნენ და ამ საერთო გამარჯვების გარშემო, ეს მარტივი შეტყობინა მათ არ გადაუციათ, მათ არ დაუთმიათ ერთ-ერთი იმ ადამიანებისთვის იმ მასშტაბით, რომელიც ეტყოდა, რომ თუ თვლი, რომ ეს არის ფარსი, არ უნდა გაეკარო, არც კი გამოჩნდე, არ მიხვიდე, ფონი არ შეუქმნა, ლეგვის ფოთლად არ გადაიქცე, იმიტომ რომ იმ ბიულეტენს აზრი არა აქვს, გინდ გადახაზო. რაც არ უნდა ჩააცრიალო, მაინც 51 ამოდის. არის რომ შენი სხეულით ჩაეწერები აი ამ სპექტაკლში შეასრულებს სტატისტის და ცუდი სტატისტის როლს. ის კი არა რაღაცა სტატისტიკა. საქმეს გააფუჭებ. რა ვიცი, ვეჯეტების ბრძანებელში რაღაცა რომელიღაცა რიგითი ელფი ხარ და კარგი სტატისტიკა. არა, ორკი იქნები, რომელიც აი ამ დიდ რაღაცა სურათში გამოჩნდები და მათ გამარჯვებას, მათ ამოცანას შეუწყობ. ხო, აი ეს არის და ცხადია ხა ეს ყოველდღიური ბრძოლა, ანუ მრავალი მხრიდან ცდილობს რეჟიმი თავისი საცეცებით, რომ აქ ან ჩვენ საუბრობთ ახლა თვითონ აქვს შიგნით პრობლემები, თვითონ არიან კრიზისის, ჩამოშლის, შიდა დაპირისპირების, ნიავარად, იმიტომ გამოდის ეს შურისძიების ერთადერთი რაც ესეთ ადამიანებს აქვთ და ეს ადრეც ყოფილა, ხო, ჯერ კიდევ სალარიძის საქმეზე გვახსოვს, ხო, ერთი რო იქადნა და ტერაბაიტებით მილაგია ინფორმაცია, ხო? აი ეს სიტყვა, რომ ტერაბაიტები მოცულობის კომპრომატები აქვს შეგროვილი ერთმანეთსა და ეს ყველა სტრუქტურაში ესეა, იმიტომ რომ ივანიშვილი და ეხლა ამას წინათ იყო ზუსტად ინტერვიუ ერთ-ერთ მის კლანის ყოფილ წარმომადგენელთან, რომ რა არის მისი მართვის მანერა და ეს თვითონ არ უსწავლია, ხო, ვისი კლიენტიც იყო FSB წინაპარი KGB, არის რომ რა კომპრომეტირება, ხო, ყველა ჩაიწერა, ყველას და სელექცია გააკეთა 13 წელი. ანუ ააწყე ისეთი ქსელი, სადაც ყველას ასმენს და ყველა
ყველა ინფორმაცია მოდის შენთან. ვისაც ვერ აკონტროლებს 100%-ით გაყარა. ვინც ყოველდღიურად არის მე ამ დასმენის სქემაში ჩართული, რა თქმა უნდა, ისიც მე ხვდება, რომ თვითონაც უნდა შეაგროვოს ეს დასმენები და რაღაცით ამ თავი ანუ ეს ხალხი არის და როდესაც ახლა ვიღაცა წააკლეს ამ უფულობას და ამის ამოღებას, ასე ვთქვათ, რესურსების, ახლა რა თქმა უნდა, აქვს ერთადერთი რამ, რაც შეიძლება გამოიყენოს, ეს ინფორმაცია გაუშვას და ეს არ არის პირველი, ხო? დრო იყო გოგაშვილი ძალაუფლებით ტკბებოდა, წააკლეს თვითონ ამში და დაპირისპირებას და ერთადერთი რაც გააკეთა, ეს რაღაცა ინფორმაცია. როგორც კალდერონი იტყოდა, ცხოვრება სიზმარია, ესე იგი მისი ცხოვრება სოციალურად დაუცველიდან ყოვლის შემძლე მილიონერამდე და შემდგომ ციხემდე. ხო, ერთადერთი რა რომ რაღაცა მოასწრო და ეს ფაილები გამოფინა, ხო? ანუ ესეა. ახლა ეს უფრო მასშტაბურია, უფრო ნიაღურად მოდის ეს ინფორმაცია და ახლა ცხადია, როცა თვითონ ეს მდგომარეობაში არიან, ტაქტიკა რა არის? საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა, ამიტომ მოწინააღმდეგეს უნდა გაუკეთო იგივე და აფრაგმენტირო, ერთმანეთის წინააღმდეგ წააქეზო, იქ ფრუსტრაცია გამოიწვიო და ახლა რისი ბერკეტებიც აქვთ შერჩენილი, ზუსტად ამას ცდილობენ. უბრალოდ ეს არის თავარი, რომ ჩვენ გვესმოდეს, როგორ მუშაობენ და საზოგადოების ჯანსაღმა რეაქციამ ეს შესრულებების დაკეტოს, რომ ეს ისევ აქტუალური ამ ბოლო პერიოდში ეს ამერიკული ანდაზე რომ თუ კი რაღაცა გამოიყურება როგორც იხვი, დაცურავს როგორც იხვი და ხმას გამოსცემს როგორც იხვი, დიდი ალბათობით ეს იხვია, ხო? არ უნდა მას ბევრი ფილოსოფია, ხო? და თუ კი ადამიანი არის იყო კოცი, დღესაც იმას ლაპარაკობს, რაც კოცებს აწყობს და ასე შემდეგ, ხო, ცხადია ახლა რომ რა ამოცანას ემსახურება, ხო? და აქედან გამომდინარე, ვინც ჩაებმება ამაში, შედეგსაც მოიმკის, ხო? ადრე თუ გვიან ხვალ იქნება ეს თუ ზეგ, პირდაპირ მნიშვნელობით ხვალ თუ ზეგ თუ ზოგადი მნიშვნელობით ხვალ თუ ზეგ, ეს მასა, ეს უმრავლესობა ქართველი ხალხის არ გაჩერდება, ვერ შეაშინებენ, ვერ ჩვენი დამტევი ციხე ჯერ არ არის აშენებული და ვერც აშენდება და ეს ჩამოინგრევა გავთავისუფლდებით და მერე ცხადია ბევრი რაღაცა ისეთი ამოიფრქვევა და ისეთი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი, რომ აი ეს მოკლე მეხსიერების იმედიც აღარ გქონდეთ, იმიტომ რომ ასეულობით პოლიტიკური პატიმარია, რომ სიმპტომია ამის. 10,000-ობით ადამიანია, რომელსაც მთელი ცხოვრების ნაშრომი დაკარგა და მთელი მილიონები არის ამ ქვეყნის მოსახლეობა, რომლის მომავალიც დადეს სასწორზე. კი არა და მათი ხელიდან იმ ანეკდოტის არ იყოს, უკვე გვდრები ვართ, უკვე გაუქმებული ვართ როგორც სახელმწიფო, უბრალოდ ჩვენ ისევ აქ ვართ და ვეწინააღმდეგებით, ხო? და ანუ ეს მომენტი რომ დადგება, მერე იქ იმაზე ტირილი, რომ აი ისევ შიდა დაპირისპირება არ გვინდა ვაპატიოთ, ზეწოლას ვერ გაუძლო ადამიანმა, ასე შემდეგ, ეს უკვე უფალმა შეუნდოს, კანონმა არ უნდა შეუნდოს. ეხლა ნახე რაც თქვი, იქ ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, შეჯამებისკენ რო წავიდეთ. აი კგბ ახსენე და კგბ-ს მუშაობის მეთოდი იყო ну ძალიან ჭკვიანური ხო ისინი არასდროს ერთ კალათში არ დებდნენ ყველა კვერცხს მეორე არ ვიცი ბრიტანული თუ ამერიკული გამოთქმა ვახსენოთ იგივე ეროვნულ მოძრაობაში მათ ყავდათ ძალიან ბევრი ჩანერგილი პირი ჩვენ და სამწუხაროდ და ეს პირები საკუთარ თავს ამჟღავნებენ ეტაპობრივად, ანუ ყველა ერთად კი არ გამოდის, ანუ აი რაღაცა ტრიგერი რო არის და ხო აი ყველა ერთად კი არ გადახტება და გამოავლენს თავს. არა, ზოგმა ეს გააკეთა, რა ვიცი, 99-ში, ზოგმა 90-ში, ზოგმა 91-ში, ზოგმა 95-ში, თუმცა ზოგმა გაავიძებენ მაშინ. როცა დავალება მივა მაშინ. ეხა ის ადამიანები, რომლებიც შენ თქმის არ იყოს კოცივით ლაპარაკობენ, პრინციპში არაფერი შეუცვლიათ, გეუბნებიან რომ აი 2012-შიც მართალი ვიყავი და დღესაც მართალი ვარ და ხანდახან კი არა და ხშირად ჩდებიან კრიტიკული არხების ეთერებში, ჩემში ხშირად ეჭვს იწვევენ, ცხადია ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ვიღაცეებზე არსებობს ეჭვი, რა ვიცი, მაგალითად მე დიდი ხანი ეჭვი მაგ ადამიანს როცა ამბობს, რომ პუტინი მტერი არ არისო, თუნდაც მაგ ნაწილში, ხო? ან როგორ შეიძლება პუტინი მტერი იყოს, ანუ საერთოდ მიგისმიღო, ხო? ანუ არის კონკრეტული რესურსების გადმოსროლა ხდება იმ მიზნით, რომ ხვალ და ზეგ, აი რასაც ამბობ, ხო, როდესაც ისევ დაგვიდგება კრიტიკული მომენტი და არჩევანი გვექნება გასაკეთებელი აი ამ კონკრეტულ ვითარებაში, ამ დილემის წინაშე, ასე გავაკეთოთ თუ ასე იქ იჯდებიან მაგიდასთან და გეტყვიან რომ და შეეცდებიან რომ ჩვენ აგვაცდირონ იმ გზას, რომელიც ჩვენ საზოგადოებრივად სწორ მიმართულებას მოგწევთ. და შეჯამების სახით რატომ შეჯამების რა პოლიტიკური პატიმრები
ყავს, არჩევნები ისევ გაყალბებულია, საქართველოს არის საერთაშორისო იზოლაციაში, საქართველოს ევროპული პერსპექტივა ამ ეტაპზე არის მკვდარი, ის კი არ არის, რომ იქიდან არავინ ეკონტაქტება ამათ მარტო. ესენიც არ ცდილობენ, რომ ვინმესთან ურმილი გადადებული. ხო, აი ეს არის მდგომარეობა და ხვალაც და წინა დღეებშიც გავდიოდი იმის გამო, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ, ხო და მე მგონი, რომ ყველა წესიერი მოქალაქის არ ვიცი ხა ეს მე არ მიყვარს ხოლმე ეს ვალი ისეთი რაღაცაა რა, ყველას ინდივიდუალური მორალი აქვს, მაგრამ თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ ამ ქვეყანაში გინდა ცხოვრება, თუ მართლა ცხოვრობ, რა ვიცი, ამ ქრისტიანული ეთიკით და არა მხოლოდ რაღაცა რიტუალს მისდევ მხოლოდ მაშინ ყველა ადამიანი, ყველა ასეთი ადამიანი ხვალ იდგება იქ, სადაც ამდენი ხნის განმავლობაში 300-ზე მეტი დღეა დგანან საქართველოს მოქალაქეები, ამ 1000-ს კიდევ საიდან დავიწყებთ, გააჩნია ძალიან ბევრი დგას 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, იქ სადაც უნდა 2-დან მდგარიყო 2-დან მაინც, ხო, ამიტომ ხო მე არ ვაპირებ არჩევნებზე წასვლას და ვაპირებ ვიდგე რუსთაველის გამზირზე. ზადა შენც რო შეავსო და ირაკლიმ დაამთავროს. ხო, არჩევნები კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ იმართება, ეს არის სპეცოპერაცია და სპეცოპერაციაში ივანიშვილის რაღაც იმიჯის გამოსასწორებლად ბუნებრივია წასვლას არ ვაპირებ. ასევე არ მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიდიან დააზიანებენ პროცესს, გონია ამ შემთხვევაში პარტიებს გულისხმობ, მე სამწუხაროდ რა მქონდა იმედი, რომ ერთი პარტია ამ გადაწყვეტილებას შეცვლიდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს იმედი არ გავიმართლდა და ამ ეტაპზე მგონია, რომ ამ პარტიამ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მომავალი დააზიანა, მაგრამ არა ის სახალხო მუხტი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ბუნებრივია მთელი ჩემი დიდი ოჯახით ვიქნები რუსთაველზე და ჩვენი მიზანი იქნება, რომ დავიბრუნოთ ეს ქვეყანა რუსებისგან, აი ამ კორუმპირებული კრიმინალური სინდიკატისგან, რომლებიც მოკპარეს ქვეყანა და პრაქტიკულად მოკპარეს ოცნებები. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ეს არ იქნება პროტესტი, ეს იქნება გამარჯვების განწყობა, რომელიც ჩვენ ხვალ უნდა მოვიყვანოთ. კიდევ, რა ვიცი, ცოტა წავმხატრულეთ და თუ ვინმეს უნდა მაინც და მაინც ცუდი სტატისტის როლი შეასრულოს, მოდი ხვალ იჩქარებს და ელოდოს, როცა ქართული კინემატოგრაფი განვითარდება და ვეფხისტყაოსანს გადავიქ, ძალიან ბევრი ქაჯის როლის შემსრულებელი იქნება საჭირო ეს სტატისტად და იქ გამოხატოს ეს ნება მაინც და მაინც და ამ სპეცოპერაციაში ესეთი ცუდი სტატისტის ფუნქციას ნუ შეითავსებს და ანუ ეს წუთების საქმეა, რომ ხვალ რომ რაღაც მომენტში მიხვდეს, რომ ადგილი ყველა პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის მოქალაქის არის რუსთაველზე, სადაც არის ასე ვთქვათ, ნამდვილი ბრძოლა, ნამდვილი მანიფესტაცია იმ ღირებულებების, რაც ჩვენ გვაერთიანებს, ხო, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ხვალიდან ახალი დიდი ეტაპი დგება ამ ბრძოლის. რა თქმა უნდა არის კითხვები და მოლოდინები, რომ რა იქნება, ცხადია, რომ ყველანაირად კაფეო არის, ეს არის ახალი დიდი გარდამტეხი ეტაპი და შემდეგ ისევ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენში უნდა ვიპოვოთ ის ძალა, რომ ხვალ მივა ეს ბრძოლა გამარჯვებამდე, თუ როდის დადგება ეს საბოლოო მომენტი, როცა აი ეს უკვე გამოკვეთილი, ხო, ამ ბოლო წლის და მთელი ამ ასე ვთქვათ ქარტეხილების გავლის შემდეგ უკვე ცხადი უნდა იყოს ყველასთვის, რომ საუბარი არის რაზე, რომ ეს უნდა დამთავრდეს, ესენი უნდა ჩამოშორდნენ, როგორც რაღაცა კიბო მეტასტაზები, რაღაც პარაზიტი უნდა მოიგლიჯოს ქართულმა ხალხმა თავისი სხეულიდან, მიუჩინოს თავისი ადგილი და დაბრუნდეს იმ განზომილებაში, რომელიც ვერ ვიტყვით ხო, აი 13 წლის გამოფიტვის და ესე გამოხრის და ამ რესურსების გამოშიგნის შემდეგ უკეთესი რაღაცა სამოთხე იქნება, არა, დაბრუნდეს იმ განზომილებაში, სადაც იქნება 24 საათიანი უკვე შრომის და მუშაობის და ახალი ეტაპი თავდადების. უბრალოდ სადაც ამ შედეგებს მალე დაინახავ, რომ
ის საფრთხეების ფუნდამენტური გამოწვევები რაც ეხლა გვაქვს რომ ან იქნები ან არ იქნები ეს ნელ-ნელა შემცირდება და უკვე ის რაც გვეგონა რომ შეუძლებელია გახდება შესაძლებელი იყო ჩვენს ისტორიაში პერიოდი როდესაც აი ესეთი ჩამყაკებული ჭაობიდან სადაც არავის არაფრის იმედი არ ქონდა გადავიქეცით ისეთ ქვეყანას ვარდების რევოლუციის შემდეგ როდესაც რამდენიმე წელიწადში ყველაფერი ის უკან იყო მოტოვებული რაზეც ოცნება არ შეიძლებოდა ხო რომ ქვეყანას დაემსგავსა და გაცილებით დიდი ამბიციები გაჩნდა და ეს ამბიციები კი არ იყო ეს იყო მიზნები, რომელიცგან ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდი, ხო? აქ გვინდა დაუბრუნდეთ, რომ ესეთი ქვეყანა გქონდეს და ამის ერთადერთი გზა არის, რომ ეს პარაზიტი უბრალოდ უნდა მოვაგლიჯოთ. აი ეს ლაქა ჩამოვიდეთ. ხო, ნუ ამ მოგლეჯით, რა თქმა უნდა, ეს შედგება, რომ ბოლოს და ბოლოს აი ეს პარაზიტი საქართველოს როგორც ორგანიზმს უნდა ჩამოცილდეს თან ისე, რომ ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდეს. იმიტომ რომ საკმარისი გაკვეთილები ვნახეთ, როდესაც დაუშვებ ბაბაიას დამძახებლის და ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფციის განმადიდებლის თუნდაც მცირე დოზის სადღაც ერთი თემის დონეზე მაინც ხელისუფლების ბერკეტთან გაკარებას ეს ნიშნავს რომ შენ კიდევ ერთხელ დამარცხდები და შეიძლება ეს მარცხი საბოლოოდ იქნეს და დარჩები როგორც ასე ვთქვათ ეთნოგრაფიული რაღაცა სახელმძღვანელოების ნაწილი რომ ოდესღაც არსებობდა ეს ქვეყანა და ეს ერი და გაქრა რატო გაქრა იმიტომ რომ კორუფციამ აი ამ ბანდიტიზმმა შეჭამა რომელიც არის რუსეთის საყვარელი ინსტრუმენტი, რომ აი ესე დაგაავადოს ამ პარაზიტით და მერე მოგინელოს და გაგაქროს. აი ეს არ უნდა დაუშვათ და ხვალ უნდა დავიწყოთ ამ პარაზიტის აგლეჯა საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის სხეულიდან. ისმინოს. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. უამრავი ადამიანი გვიყურებდა, უკვე თითქმის 2 საათია რაც ლაივში ვართ. და ნამდვილად მჯერა რომ ჩვენი ერთად დგომით შეუპოვრობით და რაც თავარა იდეალებისთვის ბრძოლით და ეს არ არის მიუღწეველი რომ გვჯერა ქართული სახელმწიფოს იდეის გვჯერა ქრისტიანული ღირებულებების ადამიანის უფლებების დაცვის და გვჯერა რომ ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის მოყვარე უფრო მეტია ვიდრე მოღალატე ამის რწმენა გვაქვს და ამით ვიკრიბებით ხვალ 4 საათზე რუსთაველის გამზირზე დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენს ამ პლატფორმაზე 1 საათში კიდევ ერთი სტრიმი იქნება მოიხსენებათ რომ დღეს საგანგებო რეჟიმით მუშაობთ ამიტომ დაელოდეთ ასევე ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლებათ დიდი მადლობა და დროებით